ცხოვრების 12 წესი. ქაოსის ანტიდოტი. წესი მეორე. თავს ისე მოეპყარით, როგორც იმ ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. მაინც რატომ არ სვამთ ამ დაწევლილ წამლებს? წარმოიდგინეთ, რომ 100 ადამიანს ერთსა და იმავე პრეპარატს უნიშნავენ. მოდი განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. მათი მესამედი წამალს არც შეიძენს. დანარჩენი 67-დან 9 იყიდის, მაგრამ მედიკამენტს სწორად არ მიიღებს. მათ გამოწერილი პრეპარატის დოზები აერევათ. შესაძლოა მისი დალევა დროზე ადრე შეწყვიტონ, ან საერთოდ ხელიც არ მოკიდონ. ექიმები და ფარმაცევტები ასეთ პაციენტებს დაუმორჩილებლობაში, უმოქმედობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანს ვერაფრის კეთებას ვერ აიძულებთ. ფსიქოლოგები მსგავს დამოკიდებულებას არ იწონებენ და კრიტიკულად უდგებიან. ყოველთვის იმას ვფიქრობთ, რომ თუ პაციენტი პროფესიონალის რჩევას არ მიყვება, ეს მისი მკურნალი ექიმის ბრალია და არამც და არამც თვითონ ავადმყოფის. მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის პროვაიდერი მის რჩევებზე და პაციენტისთვის ჩატარებულ ყველა პროცედურაზე, აგრეთვე სასურველი შედეგის მისაღწევად მის კლიენტთან ერთად შედგენილ გეგმებზეა პასუხისმგებელი. ამასთან ერთად მედიკოსი იმაში უნდა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ნამდვილად ისე მიმდინარეობს, როგორც საჭიროა. სწორედ ამიტომ არიან ფსიქოლოგები ესოდენ უზადონი. რა თქმა უნდა, ჩვენს კლიენტებთან დროის გატარების დიდი ფუფუნება გვაქვს, რომელსაც სამედიცინო სფეროს ჩიხში მოქცეული სხვა სპეციალისტები მოკლებულნი არიან და ის გადარჩენიათ იმ კითხავენ, მაინც რატომ არ იღებენ ავადმყოფები მათ დანიშნულ მედიკამენტებს? რა სჭირთ? ნუ თუ არ უნდათ გამოჯამრთელდნენ. ბევრად უარესიც ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ორგანოს, ვთქვათ, თირკმელს ინერგავს. გადანერგვა ჩვეულებრივ ავადმყოფის მიმღებისთვის ხანგრძლივი, მტანჯველი და მშფოთვარე ლოდინის შემდეგ ხდება. სიკვდილის შემდგომ თავის ორგანოებს ადამიანთა მცირე ნაწილი გასცემს და სიცოცხლის განმავლობაშივე დონორი კიდევ უფრო ნაკლები ხდება. ორგანოების ნაწილი თუ მიესადაგება იმედს ჩაბღაუჭებულ რომელიმე პაციენტს, რაც ნიშნავს, რომ ტრანსპლანტანტის ტიპიურ რეციპიენტს წლების მანძილზე ერთადერთი ალტერნატივის, დიალიზის პროცესის გავლა უხდებოდა. დიალიზი სისხლის სპეციალურ მოწყობილობაში განსაწმენდად გატარებას და სხეულში დაბრუნებას გულისხმობს. ეს მკურნალობის უჩვეულო, სასწაულებრივი მეთოდია, რაც კარგია, მაგრამ პროცესი უაღრესად უსიამოვნოა. ეს კვირაში 7-ჯერ, დღეში 8 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს, როდესაც პაციენტს ძინავს. დიალიზზე ყოფნა არავის სურს. ტრანსპლანტაციის შემდგომი ერთ-ერთი გართულება მიმღების მიერ გადანერგილი ორგანოს უარყოფაა. თქვენს ორგანიზმს არ მოსწონს, როცა მასში უცხო სხეულის ნაწილები ხვდება. იმუნური სისტემა, ამას თქვენი გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობაც რომ ჰქონდეს, უცხო ელემენტებს თავს ესხმის და ანადგურებს. ამის თავიდან ასაცილებლად კი სპეციალური პრეპარატები უნდა მიიღოთ, რომლებიც თქვენს იმუნურ სისტემას ასუსტებს და შედეგად სხვადასხვა ინფექციური დაავადებისადმი თქვენს მგრძნობელობას ზრდის. ადამიანთა უმრავლესობა სიხარულით მიდის ამ კომპრომისზე. ზოგიერთი რეციპიენტის სხეული მიუხედავად იმისა, რომ საჭირო წამლებს უნიშნავენ, გადანერგილ ორგანოს მაინც უარყოფს. არა იმიტომ, რომ მედიკამენტები არ მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. არამედ ხშირად მიზეზი ის არის, რომ პაციენტები დანიშნულ პრეპარატებს უბრალოდ აღარ იღებენ. ამის დაჯერებაც მიჭირს. თირკმლის უკმარისობა კარგი ნამდვილად არ არის.
დიალიზი პიკნიკი ნუგგონიათ. ორგანოს გადანერგვა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ხდება. ეს ძალიან საშიში და ძვირადღირებული ოპერაციაა. ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ჩაყრით წყალში, რომ მედიკამენტების მიღება არ გსურთ. დაუჯერებელია, როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის მიმართ ამის ჩადენა. სიმართლე გითხრათ, ეს მართლაც რომ რთული კითხვაა. გადანერგილი ორგანოს მიმღები ადამიანებისგან ბევრი იზოლირებულია, ან და უმუშევრობასა და ოჯახურ კრიზისზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯანმრთელობის მრავალი სხვა პრობლემაც აქვს. შესაძლოა კოგნიტური, შემეცნებითი ფუნქცია ჰქონდეთ დაქვეითებული, ან დეპრესიულები იყვნენ. შეიძლება მკურნალ ექიმს არ ენდობოდნენ, ან მედიკამენტების მიღების აუცილებლობა არ ჰქონდეთ გააზრებული. შესაძლოა ფინანსურად უჭირდეთ და წამლებს ვერ წყიდულობდნენ. შეძენილ რაოდენობას კი სასოწარკვეთილები არაეფექტურად ანაწილებდნენ. მაგრამ აი რა არის გასაოცარი. წარმოიდგინეთ, რომ ავად თქვენ კი არა, თქვენი ძაღლია. ვეტერინართან მიგყავთ, იგი დანიშნულებას გაძლევთ. შემდეგ რა ხდება? ვეტერინარის უნდობლობის იმდენივე მიზეზი გაქვთ, რამდენიც საკუთარი ექიმის. თქვენი შინაური ცხოველი რომ არ გედარდებოდეთ და არ უვლიდეთ ვეტერინარის მცდარ, შეუსაბამო და შეცდომებით სავსე დანიშნულებით არ შეშფოთებოდით. საერთოდაც ძაღლს მასთან თავიდანვე არ წაიყვანდით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მასზე ზრუნავთ. ამას კი საკუთარი ქმედებებით ამტკიცებთ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იგი საკუთარ თავზე მეტად გადარდებთ. ხალხს რეცეპტით გამოწერილი წამლების ყიდვა და შინაური ცხოველებისთვის დანიშნულებისამებრ მათი მიცემა ბევრად უკეთ გამოზდით, ვიდრე თავის მიხედვა. ეს თუნდაც თქვენი შინაური ცხოველის გადმოსახედიდან კარგი ნამდვილად არ არის. მას ალბათ ძლიერ უყვარხართ და უფრო ბედნიერი იქნებოდა თუ დანიშნულ მედიკამენტებს დალევდით. ამ ფაქტებიდან ძნელია რაიმე დასკვნის გაკეთება. გარდა იმისა, რომ ადამიანებს, როგორც ჩანს, ძალიან საკუთარ თავზე მეტადაც კი უყვართ თავიანთი ძაღლები, კატები, გრცვინები და ზოგჯერ ხვლიკები. რა საშინელება არა? რაოდენ სამარცხვინოა იმის დაჯერება, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. მაინც რა სჭირს ხალხს, ვისაც საკუთარ თავს შინაური ცხოველი ბევრად ურჩევნია. ამ რთულ კითხვაზე პასუხის პოვანაში ძველი აღთქმის პირველ წიგნში დაბადება მოცემული ერთი ისტორია დამეხმარა. სამყაროს ბუნება და მისი შექმნის უძველესი ისტორია. როგორც ჩანს დაბადების წიგნში ორი სხვადასხვა შუა აღმოსავლური წყაროა გაერთიანებული და ერთმანეთს სამყაროს ქმნილების ორი ისტორია უკავშირდება. ქრონოლოგიურად პირველი, მაგრამ ისტორიულად უფრო ახალი წიგნის სამღვდელმსახუროს მიხედვით ღმერთმა სამყარო, სინათლე, წყალი და ხმელეთი თავისი ღვთიური სიტყვის გამოყენებით შექმნა. ასე გააჩინა მცენარეები და ციური სხეულებიც. შემდეგ ფრინველები, ცხოველები და თევზები. და ბოლოს ადამიანის, ქალისა და მამაკაცის შექმნით დაასრულა, რომლებიც თავის ხატისამებრ გამოძერწა. ეს ყველაფერი დაბადების პირველ წიგნში ხდება. მეორე შედარებით ძველ, მაგრამ ბევრად სრულყოფილ იაჰვის სტურ ვერსიაში ისტორია სხვაგვარად ვითარდება. მასში ადამი და ევაც მონაწილეობდნენ და სამყაროს შექმნის დეტალები მცირედით განსხვავდება. ამ წიგნში კაინსა და აბელის, ნოესა და ბაბილონის გოდოლის შესახებაც წავიკითხავთ. ეს დაბადების 2/11 ნაწილია. იმისათვის, რომ სამღვდელმსახურო წიგნის არსს ჩავწვდეთ, რომელიც მეტყველებას, როგორც ფუნდამენტურ შემოქმედებით ძალას დაჟინებით უსვამს ხაზს, საჭიროა რამოდენიმე ძირითადი უძველესი თეორია კარგად განვიხილოთ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ისინი თავიანთი ტიპითა და დანიშნულებით ისტორიული თვალსაზრისით შედარებით უფრო ახალი სამეცნიერო თეორიებისგან მკვეთრად განსხვავდება. სამეცნიერო ჭეშმარიტებების სულ 500-ოდე წლის წინ ფრენსის ბეკონის, რენე დეკარტისა და ისააკ ნიუტონის ნაშრომებით გაცხადდა. მანამდე ჩვენს წინაპრებს სამყაროსთვის როგორც უნდა შეეხედათ თვალთახედვა იმაზე მეტად მეცნიერული მაინც ვერ იქნებოდა, რამდენადაც მათ მთვარისა და ვარსკვლავების უახლესი ტელესკოპის მინიდან დანახვა შეეძლოთ. ვინაიდან ახლა უფრო განვითარებულები და ცოტა არ იყოს მატერიალისტებიც ვართ, გვიჭირს იმის გაგება, რომ სამყაროს ხედვის სხვა გზები შეიძლებოდა და არსებობს კიდეც. მაგრამ ისინი, ვინც ძველ დროში ცხოვრობდნენ, როდესაც ჩვენი კულტურის ძირძველი ეპოსი ჯერ კიდევ ახალი იყო, ისე მოქმედებდნენ, როგორც ამას მათ თვითგადარჩენის ინსტინქტი კარნახობდათ. სამყაროსაც ამ მიზნიდან გამომდინარე აღიქვამდნენ. რასაც ახლა ობიექტურ ჭეშმარიტებად ვიღებთ, იმას მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდა. მეცნიერული მსოფლმხედველობის გარიჟრაჟამდე რეალობის ინტერპრეტაცია და ანალიზი სხვაგვარად ხდებოდა. ყოფა იყო მოქმედებების და არა საგნების ერთობლიობა. მას ამბის ან დრამის მსგავსად უფრო აღიქვამდნენ. ეს ამბავი თუ დრამა თითქოს ვინმე სუბიექტური ცხოვრებისეული გამოცდილება იყო, რომელიც იმ ამბების მსგავსად ერთმანეთს საკუთარი ცხოვრების შესახებ რომ უყვებით და დიდ პერსონალურ მნიშვნელობასაც ვანიჭებთ, რომანტიკოსები კი წიგნების ფურცლებზე არსებობის ჭეშმარიტების გადმოტანის ცდილობისას აღწერენ, დრო და დრო თითოეული ცოცხალი ადამიანის გონებაში ვლინდებოდა. ნებისმიერი სუბიექტური გამოცდილება პირველ რიგში ნაცნობ საგნებს, არსებულ ხეებსა და ღრუბლებს, მაგრამ რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიზმრებსა და ემოციებს, ასევე შიმშილს, წყურვილსა და ტკივილსაც მოიცავს. არქაული თუ დრამატული თვალსაზრისით სწორად მსგავსი პირადი გამოცდილებაა ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტური კომპონენტი, რომელიც განცალკევებული და ობიექტური ყველაზე თანამედროვე, ყველაფრის გამარტივებისკენ მიდრეკილი, მატერიალისტი ხალხის გონებისთვისაც კი არ იქნება. მაგალითად სუბიექტური ტკივილი შეგვიძლია ავიღოთ. იგი იმდენად ნამდვილია, რომ მისი არსებობის წინააღმდეგ ვერანაირ არგუმენტს ვერ წამოაყენებთ. ყველა ისე იქცევა, თითქოს მათი ტკივილი ყველაზე რეალურია. ის ნებისმიერ სხვა საკითხზე მეტად მნიშვნელოვანია. ფიქრობ, რომ მსოფლიოს მრავალი ტრადიცია ჩვენი არსებობის თანხლებ ტანჯვას, როგორც ყოფიერების გარდაუვალ ჭეშმარიტებას, სწორად ამ მიზეზით განიხილავს. ნებისმიერ შემთხვევაში ის, რასაც სუბიექტურად განვიცდით, შეიძლება ბევრად გავდეს რომანის ან ფილმის სიუჟეტს, ვიდრე ფიზიკური რეალობის სამეცნიერო აღწერას. ცხოვრებისეული დრამაა. მამის სიკვდილის ავადმყოფოს ჩანაწერებში ფიქსირებული ობიექტური მონაცემებისგან განსხვავებით ტრაგიკული, პირადული და უნიკალურია. ასეთივეა პირველი სიყვარულის მიერ მოყენებული ტკივილის განცდა, იმედგაცრუება და ბავშვის წარმატებით მონიჭებული სიხარული. მნიშვნელობათა არე. მატერიის სამეცნიერო სამყარო შეიძლება გარკვეულწილად მის ფუნდამენტურ შემადგენელ კომპონენტებად, მოლეკულებად, ატომებად და კვარკებადაც დაიშალოს. თუმცა გამოცდილების სამყაროსაც აქვს მისი ძირითადი ნაწილები. ეს ის საჭირო კომპონენტებია, რომელთა ურთიერთქმედებაც დრამასა და ფიქციას განსაზღვრავს. ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთი ქაოსია, მეორე წესრიგი, ხოლო მესამე სულ სამად სამია. მათ შორის მიმდინარე პროცესებია. ეს უკანასკნელი როგორც ჩანს იმის იდენტურია, რასაც თანამედროვე ხალხი ცნობიერებას, თვითშეგნებას უწოდებს. პირველი ორი სადმი ჩვენი მარადიული შინაგანი მორჩილება არსებობის საფუძვლიანობაში გვაეჭვებს.
სასოწარკვეთილები ხელებს ჩამოვყრით და საკუთარ თავზეც სათანადოდ ვეღარ ვზრუნავთ. მესამის სწორად აღქმა კი ერთადერთი რეალური გამოსავლის პოვნის საშუალებას გვაძლევს. ქაოსი უმეცრების სამფლობელოა, გამოუკლევი ტერიტორია, ის რაც მარადიულად და ყოველგვარი საზღვრების დაცვის გარეშე, ყველა სახელმწიფოში, იდეასა და დისციპლინაზე ვრცელდება. უცხო, უცნობი ადამიანი სხვა დაჯგუფების წევრია. ღამღამობით ბუჩქების შრიალი და თქვენი საწოლის ქვეშ დამალული ურჩხულია, დედის ფარული რისხვა და ბავშვის ავადმყოფობა. ქაოსი ის სასოწარკვეთილება და თავზარდაცემაა, რასაც მაშინ გრძნობთ, როდესაც გიღალატებენ. ქაოსში ხომ მაშინ ხვდებით, როდესაც ყველაფერი თავზე გენგრევათ. თქვენი ოცნებები კვდება, კარიერა სრულდება და ქორწინება კრახს განიცდის. იგი ზღაპრებისა და მითების ჯოჯოხეთური სამყაროა, სადაც დრაკონი და ოქრო, რომელსაც იგი დარაჯობს, თან არსებობენ. ქაოსი ის ადგილია, სადაც მაშინ აღმოჩნდებით, როდესაც ჩვენც კი არ ვიცით სად ვიმყოფებით და წარმოდგენა არ გვაქვს რას ვაკეთებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ის მოვლენა და სიტუაციაა, რაც საერთოდ არ გვესმის. ქაოსი ის უფორმო პოტენციალია, რომელიც უფალმა დაბადების პირველ წიგნში ღვთიური სიტყვით წესრიგის შესაქმნელად გამოიყენა. ის, რისი დახმარებითაც მის ხატად და მსგავსად გამოძერწილების საკუთარ ცხოვრებაში ახალ, მუდმივად ცვალებად მომენტებს ვქმნით. ქაოსის საშინელი, შემაძრწუნებელი თავისუფლებაა. წესრიგი პირიქით, შესწავლილი ტერიტორიაა. იგი ადგილების, მდგომარეობისა და ძალაუფლების ასობით მილიონი წლის იერარქიაა. საზოგადოებრივი წესწყობილებაა. მეტსაც გეტყვით, იგი ცოცხალი ორგანიზმების განვითარების კანონზომიერებათა მოწოდებული სტრუქტურაა, რამდენადაც თქვენ საზოგადოების წყობას ერგებით. წესრიგი, ტომი, რელიგია, კერა, სახლი და ქვეყანა. ის არის თბილი და უსაფრთხო მისაღები ოთახი, სადაც ბუხარი გიზგიზებს და ბავშვები თამაშობენ. წესრიგია ეროვნული დროშა, ვალუტის კურსი, ფეხქვეშ დაგებული იატაკი და დღის გეგმა. ესაა დიადი ტრადიციები, საკლასო ოთახში რიგებად ჩამწკრივებული მერხები, მატარებლები, რომლებიც განრიგს მისდევენ, კალენდრები და საათები. წესრიგია ასევე ის ყალბის სახეც, რომელსაც საზოგადოების თვალში იძულებით ვინარჩუნებთ, უცხოთა ცივილიზებული თავყრილობა, თავის მოკატუნება და ერთურთის მიმართ ზრდილობის გამოჩენაც. მსგავსი მდგომარეობა ყინულივით მყიფეა. იქ, სადაც წესრიგის უფევს სამყაროს ქცევა ჩვენს მოლოდინს, სურვილებს ემთხვევა და ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ წესრიგი ზოგჯერ ტირანია და დეგრადაციაა. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც გაურკვევლობაზე, ერთგვაროვნებასა და სიწმინდეზე მოთხოვნა მხოლოდ სამმხრივი ხდება. იქ, სადაც ყველაფერი გარკვეულია და გეგმის მიხედვით მიდის წესრიგის უფევს, როცა ახალი არაფერი ხდება და არაფერი გვაწუხებს, თავს კარგად გვგრძნობთ. წესრიგის სამყაროში ყველაფერი ღვთის დადგენილი ნორმების მიხედვით იქცევა. ჩვენთვის ნაცნობი გარემო მოგწონს. როცა კარგად ვართ, შეგვიძლია გრძელვადიან გეგმებზეც დავფიქრდეთ. იქ, სადაც ყველაფერი გამართულად მუშაობს, თავს სტაბილურად, წყნარად გრძნობთ და კომპეტენტურები ვართ. სწორედ ამიტომ არ ვტოვებთ გეოგრაფიულად თუ კონცეპტუალურად ნაცნობ ადგილებს და ძალიან არ გვსიამოვნებს ეს შემთხვევით მაინც. ან უარესი, იძულებით თუ მოხდა. როდესაც გვერდით ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ყავთ, ყველაფერი მოწესრიგებულია. როცა იგივე ადამიანი გიღალატებთ და გაგყიდით,
სიწმინდისა და სინათლის დღის სამყაროდან, ქაოსის, დაბნეულობისა და სასოწარკვეთის ბნელ სამყაროში აღმოჩნდებით. იმავე ნაბიჯს დგამთ და იმავე ადგილას ხვდებით, როცა კომპანია, რომელშიც მუშაობთ, გაკოტრების გზას დაადგება და თქვენი დასაქმება ეჭვქვეშ დადგება. როდესაც საგადასახადო დეკლარაცია უკვე შევსებული გაქვთ, ეს წესრიგის მდგომარეობაა, ხოლო როცა თქვენი ანგარიშები მოწმდება, ეს უკვე ქაოსია. ადამიანთა უმრავლესობას თქვენ წარმოიდგინეთ აუდიტს გაქცევა ურჩევნია. ტყუპი კოშკის ჩამონგრევამდე წესრიგი მეფობდა. შემდეგ ყველაფერი გაურკვევლობამ და საშინელმა ქაოსმა მოიცვა, რაც ყველა მიგრძნო. მაინც რა დაინგრა? არასწორი შეკითხვაა. რა გადარჩა? აი რა არის მთავარი. როდესაც მყარი ნიადაგი გაქვთ და ფეხზე მყარად დგახართ, ეს წესრიგია. როდესაც ფეხქვეშ ყველაფერი გეცლებათ და თავზე ცივი წყალი გადაგესხმებათ, ქაოსში აღმოჩნდებით. წესრიგი, ტოლნიკის ჰობიტების შირი, მშვიდობიანი, მუყაითი და გულუბრყვილო მოსახლეთათვის უსაფრთხო ადგილია, ხოლო ქაოსი ჯუჯების მიწისქვეშა სამეფოა, რომელიც დრაკონმა, სმაუგმა განძის მითვისებისას ააოხრა. ქაოსი ოკეანის ღრმა ფსკერია, სადაც პინოკიო ურჩხულების ვეშაპისა და ცეცხლის მფრქვეველი დრაკონისგან მამილო კარლოს გადასარჩენად ჩავიდა. სიბნელეში მოგზაურობა და მამის გადარჩენა ხისტოჯინასთვის ყველაზე რთული რამაა, რაც უნდა გააკეთოს. გაცოცხლება და ტყუილის, თვალთმაქცობის და ფარისეულობის ვიქტიმიზაციისა და ტოტალიტარული მორჩილების ცდუნებისგან თავის დაღწევა თუ უნდა. ეს საჭიროა, თუ სურს სამყაროში თავისი ადგილი, როგორც რეალურმა არსებამ ისე დაიკავოს. წესრიგი, სტაბილური ქორწინებაა. იგი წარსულის ტრადიციებითა და ხშირად მათზე ფარულად დაყრდნობილი თქვენივე მოლოდინებით არის გამყარებული. აი ქაოსი კი ის არის, რაზედაც სტაბილურობა ფეხქვეშ გეცლებათ, თუ კი აღმოაჩენთ, რომ თქვენი პარტნიორი ღალატობთ. ქაოსი ჰაერში გამოკიდებულობის ის განცდაა, რომელიც მხარდაჭერის გარეშე დარჩენილს გიჩნდებათ. როდესაც თქვენი სახელმძღვანელო, ყოველდღიურობა და ტრადიციები ირღვევა. წესრიგი არის დრო და ადგილი, სადაც ხშირად უხილავი აქსიომები, რომლებითაც ხელმძღვანელობთ თქვენს გამოცდილებას და ქმედებებს იმგვარად მართავს, რომ მოსახდენი ხდება. ქაოსი ახალი დრო და ადგილია, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა მოულოდნელად ტრაგედია დაგატყდებათ თავს ან ბოროტება გამოავლენს თავის სახეს და თუნდაც ეს თქვენსავე სახლში ხდებოდეს, დროებით მოქმედების უნარს გაკარგვინებთ. რაღაც მოულოდნელი და არასასურველი ყოველთვის ხდება და არა აქვს მნიშვნელობა გარემო რამდენად იქნება თქვენთვის ნაცნობი. თქვენს გეგმებს მაინც არევს, როგორღაც შეგიშლით ხელს. როდესაც ეს ხდება, გარემო იცვლება. არ შეცდეთ. ხილული სივრცე შეიძლება იგივე დარჩეს, მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც ცხოვრობთ. უძველესი და ნაცნობი ადგილებიც კი ინარჩუნებს თქვენი გაოცების შესაძლებლობას. შეიძლება დიდი სიამოვნებითაც სეირნობთ იმ მანქანით, რომელსაც წლობით იცნობდით და ძალიან გიყვართ, მაგრამ დრო გადის. შეიძლება მუხრუჭები დაზიანდეს. შესაძლოა გზაზე მისეირნობდეთ, თქვენს სხეულს იცნობდეთ და იცოდეთ მას რა შეუძლია, მაგრამ გულმა წამითაც რომ გიმტყუნოთ, ყველაფერი იცვლება. მეგობრულ ბებერ ძაღლსაც კი შეუძლია გიკბინოთ. შესაძლოა ძველმა სანდო მეგობარმა მწარედ გაგიცრუოთ იმედი და ახალმა იდეებმა თქვენთვის კომფორტული ნაცნობი რეალობა გაანადგუროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სინამდვილეა.
გონება მომენტალურად რეაგირებს ქაოსზე. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან შემორჩენილი სწრაფი, მარტივი სისტემით, როცა ჩვენი წინაპრები ტყეში ცხოვრობდნენ და გველებს იგერიებდნენ. ამ თითქმის მეყსეულ, ღრმად რეფლექსურ სხეულებრივ პასუხს უფრო რთული ემოციური რეაქცია მოყვება და შემდეგ დაფიქრების დრო დგება, რაც შეიძლება წამები, წუთები ან სულაც წლები გაგრძელდეს. ნებისმიერი ფორმით რეაგირება, რაც უფრო სწრაფია, მით მეტად ინსტინქტურია. ქაოსი და წესრიგი, ქალისა და მამაკაცის ინდივიდუალური თავისებურებები. ქაოსი და წესრიგი ცხოვრებისეული გამოცდილების ორი ყველაზე ფუნდამენტური კომპონენტი, თვით არსების ორი ყველაზე ძირითადი დანაყოფია. მაგრამ ისინი საგნები ან ობიექტები არ არის და ასე არც აღიქმება. საგნები და ობიექტები სამყაროს უსულო, უსიცოცხლო და მკვდარი ნაწილებია, რასაც ვერ ვიტყვით საკუთრივ ქაოსსა და წესრიგზე. მათ რამდენადაც შესაძლებელია უკვე ინდივიდუალურ თავისებურებად აღიქვამენ, შეიცნობენ და შეიგრძნობენ. იგივე ეხება თანამედროვე ადამიანების, ისევე როგორც მათი წინაპრების მიხვედრილობას, გამოცდილებას და დასკვნების გამოტანის უნარს. უბრალოდ აწმყოში ხალხი ამას ვერ ამჩნევს. წესრიგი და ქაოსი ჯერ საგნებივით, ობიექტურად, შემდეგ კი განპირობებულად არ აღიქმება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჯერ ობიექტურ რეალობას აღვიქვამთ და განზრახვებისა და მიზნების შესახებ დასკვნებს მხოლოდ შემდეგ გავაკეთებთ. რაიმეს აღქმა, რაც სრულ რწმენებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, ასე არ ხდება. რაღაცეების ინსტრუმენტებად აღქმა, მაგალითად გონებაში მათ ობიექტებად ასახვამდე, ან და თანდროულად იწყება. საგანთა რაოდენობას თუ მათ მნიშვნელობას დანახვისთანავე ან მანამდეც ვიაზრებთ, ობიექტების ინდივიდუალური თვისებების მქონე სუბიექტებად მიღება მათ ამნაირად აღქმამდე ხდება. ეს განსაკუთრებით სხვა ცოცხალი არსებების მოქმედებებს ეხება. მაგალითად უსულო ობიექტების სამყაროსაც მიზნობრიობისა და ჩანაფიქრის მქონე ცოცხალ სისტემად ვხედავთ. ეს ჩვენში ეგრეთ წოდებული ჰიპერაქტიური ძალის დეტექტორის არსებობითაა გამოწვეული. 1000 წლეულების განმავლობაში ინტენსიურ სოციალურ პირობებში ვითარდებოდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შემქმნელი გარემოს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები არა საგნები, მათი მახასიათებლები ან სიტუაციები, არამედ პიროვნებები იყვნენ. ის პიროვნული თვისებები, რომლებსაც უკვე განვითარების შედეგად აღვიქვამთ, პროგნოზირებადი ფორმებით და ასევე ტიპიური იერარქიული კონფიგურაციებით სხვადასხვა დანიშნულებისთვის ყოველთვის არსებობდა. ისინი მამრობითად და მდედრობითად დაახლოებით მილიარდი წლის მანძილზე იყოფოდა. ეს ხანგრძლივი დროა. სიცოცხლის ფორმების ორსქესად დაყოფა ჯერ კიდევ მრავალუჯრედიანი ცხოველების ევოლუციამდე მოხდა. ამ დროის მეხუთედ პერიოდში გაჩნდნენ ის ძუძუმწოვრები, რომლებიც თავიანთ შთამომავლებზე აქტიურად ზრუნავდნენ. ასე რომ კატეგორიები მშობელი ან და შვილი დაახლოებით 200 მილიონი წელი მაინც არაც არსებობს. იმაზე ბევრად მეთხანს, ვიდრე დედამიწაზე ფრინველები და ყვავილები გაჩნდებოდნენ. თლად მილიარდი წელიც არ არის, მაგრამ მაინც ხანგრძლივი პერიოდია. საკმარისი დროა იმისათვის, რომ ქალი და მამაკაცი, მშობელი და შვილი, იმ გარემოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაწილები გახდნენ, რომელსაც ვერ გებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი და ქალი, ბავშვი და მშობელი, ჩვენთვის ბუნებრივი კატეგორიებია, რაც ჩვენი აღქმის, ემოციურ და სამოტივაციო სტრუქტურებში ღრმად არის ჩამჯდარი. ჩვენი გონება ღრმად სოციალურია და სხვა არსებების, განსაკუთრებით კი სხვა ადამიანების არსებობას ჩვენი ცხოვრების, შეწყვეტილებისა და განვითარებისთვის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ფაქტობრივად ჩვენს ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს შეადგენდნენ. დარვინის თვალსაზრისით სწორედ ბუნებაა თვით რეალობა,
ის გარემო, რომელიც სელექციას ახორციელებს. მისი კიდევ უფრო ფუნდამენტურად განსაზღვრა უბრალოდ შეუძლებელია. იგი არ არის მხოლოდ ინერტული მატერია. ისაა, რასაც გადარჩენისა და გამრავლებისთვის ბრძოლისას ვეჭიდებით. ამაში ბევრი სხვა არსება, ჩვენ შესახებ მათი აზრი და მათი თემები იგულისხმება. ასეა, ვერაფერს გააწყობთ. 1000 წლეულების განმავლობაში გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობის მოყვარეობის ზრდასთან ერთად უფრო ღრმად გავეცანით და მეტადაც დავინტერესდით ჩვენი ოჯახებისა და ჯგუფების თავისებურებებს მიღმა არსებული ობიექტური გარე სამყაროს ბუნებით. მიღმას, როდესაც ვამბობ, რაღაც ამოუცნობ, ფიზიკურ ტერიტორიაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ იმაზე მეტის არსებობას ვგულისხმობ, რაც ამჟამად გვესმის. რაიმეს გაგება მხოლოდ ყველაფრის ობიექტურად აღქმას, როდი გულისხმობს, არამედ საკმარის ძალღონის გამონახვას და იმისთვის თავის გართმევასაც ნიშნავს. თუმცა ჩვენი გონება დიდი ხანია სხვა ადამიანებზე არის კონცენტრირებული. როგორც ჩანს, თავდაპირველად ჩვენთვის უცნობი, ქაოსური და არაადამიანური სამყაროს აღქმა ჩვენივე სოციალური ტვინისთან დაყოლილი კატეგორიებით დავიწყეთ. ეს განაცხადიც არ შეესაბამება მთლად სიმართლეს, რადგანაც არაცხოველური, უცნობი და ქაოსური სამყაროს აღქმისას ჩვენ იმავე კატეგორიებს ვიყენებდით, რომლებიც ადამიანთა მოდგმის გაჩენამდე არსებულ ცხოველთა სოციალური სამყაროს წარმოსადგენად განვითარდა. ჩვენი გონება კაცობრიობაზე ხნიერია. ის კატეგორიები ახლა რომ ვიყენებთ ჩვენს სახეობაზე მეტი ხნისაა. მათგან ყველაზე ძირითადი გარკვეულწილად ძველია, როგორც თვით სექსუალური აქტი. ეს კატეგორია სექსია, ქალი და მამაკაცი. როგორც ჩანს, სტრუქტურული შემოქმედებითი კონტრასტის შესახებ ეს პირველყოფილი ცოდნა რომ მივიღეთ, მას შემდეგ ყველაფრის ინტერპრეტაცია ამ ჭრილში დავიწყეთ. წესრიგი, ანუ რაღაც ნაცნობი, სიმბოლურად მამაკაცურობასთან ასოცირდება. ამის ილუსტრაციაა ზემოთ ხსენებული დაოსური სიმბოლო ინი და იანი. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ კაცობრიობის პირველადი იერარქიული სტრუქტურა, როგორც ცხოველთა სხვა სახეობებში, მათ შორის ჩვენთან გენეტიკურად და ქცევით ახლოს მყოფ შიმპანზეებშიც მამაკაცურია. ეს იმიტომ ხდება, რომ ისტორიის მსვლელობისას კაცები იყვნენ ქალების მშენებლები, ინჟინერები, ქვისმთლელები, კალატოზები, ტყის მჭრელები და მძიმე ტექნიკითაც ისინი მუშაობდნენ. წესრიგი არის მამა ღმერთი, მარადიული მსაჯული, წიგნების მცველი, ჯილდოების მომნიჭებელი და სასჯელთა აღმსრულებელი. წესრიგია პოლიციელებისა და ჯარისკაცებისაგან შემდგარი სამშვიდობო არმია. ეს არის პოლიტიკური კულტურა, კორპორაციული გარემო და სისტემა. ფრაზაში იცით, რასაც ამბობენ. წესრიგია იმის ცოდნა თუ ვინ ამბობენ. წესრიგია საკრედიტო ბარათები, საკლასო ოთახები, სუპერმარკეტის თაროები, შუქნიშნები და მგზავრობის ყოველდღიური ნაცნობი მარშრუტი. წესრიგი, თუ შორს წახვალთ და წონასწორობას დაკარგავთ, შეიძლება ისეთივე დამანგრეველი და საშინელი ფორმებითაც გამოვლინდეს, როგორიც არის იძულებითი მიგრაცია, საკონცენტრაციო ბანაკები და გაჭიმული ფეხით სამხედრო მარშის სულის შემძვრელი ერთფეროვნება. ქაოსი, უცნობი, სიმბოლურად ქალურ საწყისთან ასოცირდება. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი, რასაც სწავლობთ, თავდაპირველად რაღაც უცნობისგან, დედისგან იშვა, ისევე როგორც ყველა არსება. ქაოსი არის მატერია, წყარო, რესურსი, ნივთიერება, დედა, რომლისგანაც ყველაფერი იქმნება. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია, აზროვნებისა და კომუნიკაციის რეალური საფუძველი. ქაოსის დადებითი მხარეა ის, რომ ის თავად შესაძლებლობა და იდეების წყაროა, ორსულობისა და მშობიარობის იდუმალებით მოცული სფერო.
მისი უარყოფითი ძალა გამოქვაბული სიბნელე და გზისპირა ავარია. დედა გრიზლია, რომელიც შვილების სიყვარულით დაბრმავებული, მათი დაცვის სურვილით გამსჭვალული, პოტენციურ მტაცებლად მიგიჩნევთ და ნაწილებად გფლეთთ. მარადიულად ქალური ქაოსი სექსუალური შერჩევის დამანგრეველი ძალაცაა. ცნობილია, რომ ქალები ცხოველთა სამყაროში მათთან ყველაზე ახლოს დგომი მდედრი შიმპანზეებისგან განსხვავებით წუნიები არიან. მამაკაცების უმრავლესობა ქალთა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მათი შეფასებით გაცნობის საიტებზე მამაკაცების 85% საშუალოზე ნაკლებად მიმზიდველია. ამიტომაცაა, რომ ორჯერ მეტი მდედრობითი სქესის წინაპარი გვყავს, ვიდრე მამრობითი. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქალს, ვისაც კი ოდესმე დედამიწის ზურგზე უცხოვრია, საშუალოდ ერთი ბავშვი გაეჩინა. მამაკაცების ნახევრიდან თითოეულ შვილის საერთოდ თუ ეყოლებოდა ორ-ორი შესძენოდა, ხოლო მეორე ნახევარს კი არც ერთი. თითქოს ბუნება კაცთა მოდგმის ერთ ნახევარს უყურებს და ქალის პირით ამბობს არა. აი მამაკაცისთვის კი ეს ქაოსიდან პირველი შეჯახებაა და ყოველ ჯერზე, როცა პაემანზე უარს ეუბნებიან, უფრო და უფრო დამანგრეველია. მდედრობითი სქესის ადამიანების წუნიაობაა იმის მიზეზიც, რომ ასე განსხვავდებით ჩვენს ბიძაშვილ შიმპანზეებთან საერთო წინაპრისგან, მაშინ, როდესაც თავად შიმპანზეები მას ასე ძალიან გვანან. ქალების უარის თქმისადმი მიდრეკილებამ ყველა სხვა ძალაზე მეტად მოახდინა ზეგავლენა ჩვენს განვითარებაზე და შემოქმედებით შრომის მოყვარე, მუყაით, ბეჯით, წელში გამართულ და გონება გახსნილ. კონკურენტუნარიან, აგრესიულ და დომინანტ არსებებად ჩამოყალიბებაზე. ბუნება ქალის პირით გაიძახის, რომ სამეგობროდ კი გამოდგები, მაგრამ გაკვირდები და შენი გენეტიკური მასალა გამრავლებისთვის და შთამომავლობის გასაგრძელებლად ვარგისი არ ჩანს. ყველაზე დიდმნიშვნელოვანი რელიგიური სიმბოლოების ძალა უმეტესწილად ამ არსებითად ორპარტიულ კონცეპტუალურ დაყოფას ეყრდნობა. მაგალითისთვის მოვიტანოთ დავითის ვარსკვლავი, რომელიც ქალურობის აღნიშნული ქვემოთ მიმართული და მამაკაცურობის გამომხატველი ზემოთ მიმართული სამკუთხედებისგან შედგება. ასე ხდება ინდუიზმის სიმბოლოების, იონისა და აგრეთვე ლინგამის შემთხვევაშიც, რომლებიც ჩვენი უძველესი მოწინააღმდეგეებითა და პროვოკატორებით გველებითაა დაფარული. შივალინგას გველის ღვთაება ნაგას გამოსახავს. ძველი ეგვიპტელები გამოხატავდნენ ოსირისს, ამ ქვეყნების ღმერთს და ისიდას, ქვესკნელის ღვთაებას, ტყუპი კობრათი, რომელთაც კუდები ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი. იგივე სიმბოლო გამოიყენეს ჩინეთში კაცობრიობისა და დამწერლობის შემქმნელების, ფუქსისა და ნუას გამოსახვისთვის. ქრისტიანული ხატები ნაკლებად აბსტრაქტულია, პიროვნებებს უფრო ჰგავს, მაგრამ ნაცნობი დასავლური სიმბოლოები ქალწული მარიამი, ჩვილი ესოთი და პიეტა ქალურობის და მამაკაცურობის ერთიანობას გამოხატავს. ისევე როგორც ქრისტეს ანდროგინობის დაჟინებული მტკიცება. და ბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის თავის ტვინის სტრუქტურაც უხეშ მორფოლოგიურ დონეზე იმავე დუალიზმს ასახავს. ვინაიდან გონება თვით რეალობასთან არის ადაპტირებული და მას როგორც არის ისეთად იღებს. ჩემთვის ეს სიმბოლურად საწყისების ქალურად, მამაკაცურად დაყოფის მეტაფორული, ნაწილობრივ დარვინისეულად კონცეპტუალიზირებული რეალობის არსებობაზე მიანიშნებს. დიდი რუსი ნეიროფსიქოლოგის ალექსანდრ ლურიას სტუდენტმა ელხნონ გოლდბერგმა საკმაოდ მკაფიო და ზუსტი თეორია წამოაყენა, რომლის მიხედვითაც თვით ადამიანის თავის ტვინის ქერქის ნახევარსფერული სტრუქტურაც სიახლესა უცნობს, ანუ ქაოსს და რუტინას, ნაცნობს, ანუ წესრიგს შორის დაყოფას გამოხატავს. იგი ამ სიმბოლოებს, რომლებიც მსოფლიოს სტრუქტურას წარმოაჩენს, ამ თეორიის ჩამოყალიბებისას საერთოდ არ ეხება, რაც უკეთესიცაა. როცა იდეა სხვადასხვა სფეროში კვლევების ჩატარების შედეგად ჩნდება,
ის მეტ სანდოობას იმსახურებს. ეს უკვე ვიცით, თუმცა იმ ფაქტს, რომ ეს ცოდნა გვაქვს, ვერ ვიზიარებთ. მაგრამ ამ ყველაფრის არსს, როცა უკვე ჩვენთვის ნაცნობი ფორმულირებით არის მოცემული, მაშინვე ვხვდებით. ქაოსი და წესრიგი, ქვესკნელი და ზესკნელი, როცა ამ ტერმინების გამოყენებით აიხსნება, ყველას ესმის. ალბათ ყველას გვაქვს იმის მკაფიო შეგრძნება, რომ ყოველი ნაცნობის მიღმა ქაოსი იმალება. სწორად რომ ამიტომ გვესმის პინოკიოს, მძინარე მზეთუნახავის, მეფე ლომის, აგრეთვე პატარა ქალთევზასა თუ მზეთუნახავის და ურჩხულის სიურეალისტური ისტორიები, ნაცნობი და უცნობი, მიწიერი და მიწისქვეშა სამყაროს მარადიული პეიზაჟებით. ამ ადგილებში ყველანი ბევრჯერ ვართ ნამყოფი, ზოგჯერ საკუთარი არჩევანით, ხოლო ზოგჯერ შემთხვევით აღმოჩენილ ვართ. როდესაც სამყაროს ამგვარად აღქმას უკვე გააზრებულად დაიწყებთ, ბევრი რამ დგება თავის ადგილას. თითქოს თქვენი სხეულისა და სულის გაცნობა თქვენს ინტელექტსა და განსწავლულობას ეწყობა. მეცაც გეტყვით, მსგავსი ცოდნა, როგორც შემბოჭველი, ასევე განმარტებითია. ეს არის რას ცოდნა, რომელიც როგორის გაგებაში და ასევე იმის გააზრებაში გეხმარებათ, თუ რა არის ახლა, საიდანაც ასკვნით რა უნდა იყოს მომავალში. დაუსური სიმბოლოების ინისა და იანის ურთიერთშეთავსება მაგალითად ქაოსსა და წესრიგს მხოლოდ როგორც არსების ფუნდამენტურ კომპონენტებს კი არ ასახავს, არამედ იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ცხოვრების დაუსური გზა წყვილ გველს შორის არსებული ზოლით არის წარმოდგენილი, ან მასზე გადის. სწორედ ეს არის არსებობის ჭეშმარიტი გზა. ამაზე საუბრობდა ქრისტე იოანეს სახარების მე-14 თავის მე-6 სტრიქონში. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. იგივე იდეა არის მათეს სახარების მე-7 თავის მე-17 წყარში ჩადებული. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისკენ და მცირედნი ჰპოვებენ მას. ჩვენ მარდის ქაოსით გარემოცულ წესრიგში ვცხოვრობთ და მუდამ უცნობით გარემოცულ ნაცნობ ტერიტორიას ვიკავებთ. თავს მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილედ ვგრძნობთ, როდესაც მათ შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს სათანადოდ ვირგებთ. ღრმა დარვინისეული გაგებით ობიექტების არა სამყაროსთან, არამედ წესრიგისა და ქაოსის, ინისა და იანის მეტარეალობებთან ვართ ადაპტირებულნი. ქაოსი და წესრიგი ცოცხალი ორგანიზმებისთვის მარადიულ, ასე ვთქვათ, ტრანსცენდენტურ გარემოს ქმნის. ამ ფუნდამენტური დუალიზმის ორივე მხარეს ყოფნისათვის ბალანსის დაცვაა საჭირო. ერთი ფეხი მყარა წესრიგსა და უსაფრთხოებაში, ხოლო მეორე ქაოსში, შესაძლებლობებში, ზრდასა და თავგადასავლებში უნდა გედგათ. როცა ცხოვრება მოულოდნელად ინტენსიურ, ამაღელვებელ და ერთობ შინაარსობრივ პროცესად იჩენს თავს, თქვენ კი საქმეში იმდენად ხართ ჩაფლული, რომ ამას ვერც კი ამჩნევთ, სწორედ მაშინ იმყოფებით წესრიგისა და ქაოსის გზაგასაყარზე. სუბიექტური მნიშვნელობა, რომელსაც ვაწყდებით, ჩვენი არსების სიღრმისეული, ნევროლოგიურად და ევოლუციურად დასაბუთებული ინსტინქტური რეაქციაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პირადი, სოციალური და ბუნებრივი სივრცის საცხოვრებლად ვარგისი, ნაყოფიერი ტერიტორიის გაფართოების უზრუნველყოფასთან ერთად, მისი სტაბილურობის დაცვას ვცდილობთ. ეს ყველა გაგებით სწორი საქციელია. თქვენ ყოველთვის საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ხართ. როდესაც მუსიკას უსმენთ, ისიც სწორად ამას გეუბნებათ. ალბათ ეს უფრო აშკარა მუსიკის თანხლებით ცეკვისას იქნება, როცა მისი პროგნოზირებადი და ასევე არაპროგნოზირებადი ჰარმონიული სტრუქტურის მნიშვნელობა თქვენი არსების სიღრმეებში ყალიბდება.
ქაოსი და წესრიგი ფუნდამენტური კომპონენტებია, რადგან ყველა ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელშიც მოხვდებით, ორივე მათგანისგან შედგება. სადაც უნდა ვიყოთ, მაინც ვიპოვით საგნებს, რომელთა იდენტიფიცირება, გამოყენება და პროგნოზირება შეგვიძლია. ისეთ რამესაც წავაწყდებით, რაც არ ვიცით და არ გვესმის. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვართ. კალაჰარის უდაბნოს მკვიდრნი თუ უოლ-სტრიტის ბანკირი. არსებობს რაღაც, რასაც ვაკონტროლებთ და რასაც ვერა. სწორედ ამიტომ ორივეს შეუძლია ერთსა და იმავე ისტორიას ჩაწვდეს და ერთი და იმავე მარადიული ჭეშმარიტების ჩარჩოებში მოქცეულმა იცხოვროს. და ბოლოს ქაოსისა და წესრიგის ფუნდამენტური რეალობა სიცოცხლის ყველა ფორმას ეხება და არა მხოლოდ ჩვენ. ცოცხალი არსებები ყოველთვის გვხვდებიან იმ ადგილებში, რომელთა ათვისებაც შეუძლიათ, იმ საგნებით გარშემორტყმულნი სიტუაციებში, რომლებიც მათ დაუცველსა და მოწყვლადს ხდის. წესრიგი არ არის საკმარისი. სულ სტაბილურად უსაფრთხოდ და უცვლელადაც ვერ იქნებით. რადგან კიდევ არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა სწავლა აუცილებელია. და მაინც მუდმივი ქაოსი შეიძლება მეტისმეტი იყოს. თქვენი შესაძლებლობების ფარგლებს მიღმა დატვირთვას. მანამ სანამ ჯერ კიდევ სწავლობთ იმას, რაც გჭირდებათ, დიდხანს ვერ გაუძლებთ. ამგვარად ერთი ფეხით იმას უნდა დაეყრდნოთ, რაც უკვე იცით და აითვისეთ. ხოლო მეორით, რასაც ახლა იგებთ და ჯერ კიდევ არ გისწავლიათ. ამგვარად ისეთ პოზიციას დაიკავებთ, სადაც ეგზისტენციალურ ტერორს გააკონტროლებთ. ამავდროულად სიფხიზლე შეინარჩუნებთ და ყურადღებითაც იქნებით. ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლიათ რაღაცის სწავლა და განვითარება. სწორედ რომ აქ უნდა ეძებოთ ცხოვრების აზრი. ედემის ბაღი. როგორც გახსოვთ, ადრე აღვნიშნეთ, რომ დაბადებაში მოცემული ისტორიების სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით არის შექმნილი. შედარებით უფრო ახალ სამღვდელმსახურო წიგნს, რომელიც ქაოსიდან წესრიგის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს, მეორე, უფრო ძველი, ეგრეთ წოდებული იაჰვისტური ნაწილი მოყვება, რომელიც არსებითად დაბადება ორით იწყება. იაჰვისტური წყარო ღმერთის ახსენებლად YHWH-ს, ან იმავე იაჰვეს რომ იყენებს, ადამისა და ევას ისტორიას, ასევე სამყაროს შექმნის მე-6 დღეს მომხდარი მოვლენების სრულ განმარტებასაც მოიცავს, რომლებიც საღვდელმსახურო წიგნშიც გადაკვრითაა ნახსენები. ამ ისტორიებს შორის შენარჩუნებული თანმიმდევრობა ჩანს ბიბლიის მკვლევარებისთვის, ეგრეთ წოდებული რედაქტორის სახელით ცნობილი ადამიანის, ან და შესაძლოა ხალხის მიერ მათი გაერთიანებისას დიდი სიფრთხილის გამოჩენით დამუშავების შედეგია. ეს შესაძლებელია მაშინ მომხდარიყო, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით სხვადასხვა ტრადიციის მქონე ორი ერი შეკავშირდა და მათი ისტორიების ალოგიკურობა დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდა, რამაც რომელიმე შეგნებული, გაბედული და კავშირითა და თანმიმდევრულობით შეპყრობილი შეაწუხა. სამყაროს შექმნის იაჰვისტური თეორიის თანახმად ღმერთმა პირველად ედემად ცნობილი შემოსაზღვრული სივრცე შექმნა. ედემი არამეულად იესოს ნავარაუდებ ენაზე უხვწყლიან, ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. ეს ადგილი ასევე სამოთხედ არის ცნობილი. ბაირი და ეზა, paradise. ძველ ირანულ და ავესტურ ენებზე ისე ითარგმნება, როგორც შემოღობილი, დაცული ნაკვეთი, ბაღი. მან ადამი ყველანაირი ხილით მსხმოიარე ხეხილს შორის დაასახლა. მათგან ორი სპეციალურად დანიშნა. ერთი იყო ხე სიცოცხლისა, ხოლო მეორე ხე ბოროტისა და კეთილისა. ღმერთმა ადამიანს უთხრა, რომ იმდენი ხილის ჭამა შეეძლო, რამდენიც სურდა. მხოლოდ კეთილისა და ბოროტის ხის ნაყოფი იყო აკრძალული. შემდეგ კი პარტნიორად ევა შეუქმნა. ადამი და ევა თავიდან, როდესაც სამოთხეში პირველად მოხვდნენ,
არც თუ ისე შეგნებულები და უდაოდ არც დიდად მორცხვები იყვნენ. როგორც ამას ისტორია ამტკიცებს, ჩვენი პირველ მშობლების შიშვლები კი იყვნენ, მაგრამ სირცხვილის გრძნობას საერთოდ არ ჰქონდათ. ეს ფორმულირება პირველ რიგში გულისხმობს, რომ ადამიანებისთვის საკუთარი სიშიშვლის გამო სირცხვილის განცდა სავსებით ბუნებრივი და ნორმალურიცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მის არსებობაზე არც არაფერი იქნებოდა სათქმელი. მეორე იმას, რომ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენს პირველ მშობლებს ყველაფერი მთლად რიგზე ვერ ჰქონდათ. გამონაკლისები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ერთადერთი, ვისაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შიშულად მოხვედრა სულ არ შერცხვებოდა, ექსჰიბიციონისტის გარდა ალბათ 3 წლის ბავშვია. სხვათა შორის საკმაოდ გავრცელებული ღამის კოშმარია, როდესაც ადამიანს ესიზმრება, რომ იგი სცენაზე, ხალხით გადაჭედილ დარბაზში უეცრად შიშველი ჩნდება. დაბადების მესამე თავში გველი ჩნდება და თავდაპირველად, როგორც ჩანს, იგი ფეხების მქონე არსებაა. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რატომ გააჭაჭანა ბაღში ასეთი ქმნილება. ამაზე საკმაოდ დიდხანს ვიმტვრიე თავი. როგორც ჩანს, ეს ნაწილობრივ ნებისმიერი გამოცდილებისთვის დამახასიათებელი წესრიგის, ქაოსის, დიქტომიას ასახავს. სადაც 64 წესრიგის, ხოლო გველი ქაოსის როლს ასრულებს. ანუ გველი ედემში იმავეს ნიშნავს, რასაც დაოსური ინიანი სიმბოლოში შავი წერტილი. ეს უცნობი და რევოლუციური რაღაცის მოულოდნელად გამოჩენის შესაძლებლობაა იქ, სადაც სიმშვიდე სუფევს. როგორც ჩანს, თვით ღმერთისთვისაც შეუძლებელია გარე სამყაროსგან სრულიად დაცული სივრცის შექმნა. ყოველ შემთხვევაში არა გარდაუვალი შეზღუდვების მომთხოვნ ტრანსცენდენტურ რეალობაში. გარე სამყარო ქაოსი შიგნით ყოველთვის შეიპარება, რადგან რეალობას მთლიანად ვერაფრით შემოსაზღვრავ. ასე რომ გველებს ყველაზე უსაფრთხო ადგილებშიც გადააწყდებით. ბანალური, ჩვეულებრივი ქვეწარმავლები ჩანს თავდაპირველ 64-ში, აფრიკაში ხეებზე და ბალახებში ყოველთვის დახოხავდნენ. რომელიმე პირველ ყოფილ წმინდა გიორგის როგორმე ყველა რომც გაეძევებინა, ისინი ჩვენი მეტოქეების სხვა ადამიანების სახით მაინც დარჩებოდნენ. მაშინ, როცა ჯგუფური ნათესაური გადმოსახედიდან მტრულად მოიქცეოდნენ. ჩვენს წინაპრებს ტომებში თუ სხვანაირად, ომები და კონფლიქტები არ აკლდათ. ქვეწარმავლის თუ ადამიანის სახის მქონე გველებით ალყა შემორტყმულებს ყველა მათგანი რომც დაგვემარცხებინა, ბოლომდე უსაფრთხოდ მაინც ვერ ვიქნებოდით და არც ვართ. ჩვენმა მტერმა სახე გამოაჩინა და ის თავად ვევართ. გველი ხომ თვითოული ჩვენგანის სულშია დაბუდებული. რამდენადაც ვიცი, სწორედ ეს არის უცნაური ქრისტიანული დაჟინების მიზეზი, რომ ედემის ბაღში უხსენებელი თავად ხორჩშესხმული სატანა განსხეულებული ბოროტი სული იყო. ეს საუკეთესო ჯონ მილტონს აქვს ახსნილი. ამ სიმბოლური და ბრწყინვალე იდენტიფიკაციის მნიშვნელობა შეუძლებელია, რომ არ აღინიშნოს. სწორედ 1000 წლეულების განმავლობაში წარმოსახვის მსგავსი ვარჯიშით წარმოიშვა არაერთი აბსტრაქტული ზნეობრივი ცნება და ის, რაც მათ არსებობას მოყვება. სწორედ რომ გაუაზრებელი შრომის იდეა იყო კეთილისა და ბოროტის სიზმრისეულ მეტაფორაში ჩადებული. გველებისგან მომდინარე ყველაზე საძაგელი თვისება ადამიანის ბოროტებისაკენ მარადიული მიდრეკილებაა. ყველაზე მავნე გველი ხომ მაინც ჩვენივე ფსიქოლოგიურ, სულიერ, პიროვნულ, შინაგან სამყაროშია. რაც უნდა მტკიცე და მაღალი კედლები აღმართოთ, მისგან უკვე ვერაფერი დაგვიცავს. ციხესიმაგრე საკმაოდ მყარი რომ იყოს და გარედან ყველაფერი ცუდი შეაკავოს, შიგნით არსებული უკეთურობა მაინც დაუყოვნებლივი ჩენს თავს. დიდი რუსი მწერალი ალექსანდრ სოლჟენიცინი ამტკიცებდა, რომ სიკეთისა და ბოროტების გამყოფი თითოეული ადამიანის გულს კვეთს. ყოლის მომცველი რეალობის გარკვეული ნაწილის ბარიერით იზოლირების რაიმე გზა, იმისათვის, რომ მის კედლებში ყველაფერი ყოველთვის პროგნოზირებადი და უსაფრთხო იყოს, უბრალოდ არ არსებობს. ზოგიერთი რამ, თავი რაც უნდა გულმოდგინედ დავიცვათ, მაინც შემოგვეპარება.
ანუ გველი მეტაფორულად რომ ვთქვათ, საიდანღაც აუცილებლად გამოჩნდება. ყველაზე ყურადღებიან, დაუღალავ და მზრუნვალ მშობელსაც არ შეუძლია შვილი თუნდაც სარდაფში, ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკებისა და ინტერნეტ პორნოგრაფიისგან შორსაც რომ გამოკეტოს, ყველაფრისგან დაიცვას. მსგავს უკიდურეს შემთხვევაში ზედმეტად ფრთხილი და მზრუნველი მშობელი მისი შვილის ცხოვრებაში ადგილს სხვა მძიმე პრობლემებს უთავისუფლებს და ცხოვრებისეულ სირთულეებს უქმნის. ეს კი ოიდიპოსის დიდი ფროიდისეული ღამის კოშმარია. გაცილებით უკეთესია თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი არსებები მათი დაცვის ნაცვლად ქმედითი გახადოთ. ყოველივე საშიშისა და საფრთხილოს, ამავდროულად რთულისა და საინტერესოს მუდმივად თავიდან აცილება, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო სხვა საშიშროება წარმოიშობოდა. ადამიანის მარადიული ინფანტილიზმი და სრული უნიათობა. როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები დაბრკოლებების გადალახვისა და საფრთხის დაძლევის გარეშე სრულად გამოავლინოს? მაინც რამდენად მოწყენილები და უბედურები ვიქნებოდით თუ კი ყურადღების მოკრეფის მიზეზი არ გვექნებოდა. შესაძლოა ღმერთმა იფიქრა, რომ მის ახალქმნილებას გველთან გამკლავება შეეძლო და მისი არსებობა ორ ბოროტებას შორის ნაკლებად მიიჩნია. მშობლებთან ერთი კითხვა მაქვს. რა გირჩევნიათ, თქვენი შვილები დაცულები იყვნენ თუ ძლიერები? გვინდა თუ არ გვინდა, ბაღში გველი ბინადრობს. უძველესი გადმოცემების თანახმად ეს ერთი მზაკვარი მხეცია, ცბიერი, ვერაგი, მატყუარა ურჩხული, რომელიც აორთქლებისთვის მუდამ მზად არის. გასაკვირი არც არის, რომ მან ევას ცდუნება გადაწყვიტა, მაგრამ ადამის ნაცვლად ევა რატომ აირჩია? შეიძლება ეს უბრალოდ დამთხევა ყოფილიყო. სტატისტიკურად ამის შანსი 50-50-ზე იყო, რაც საკმაოდ მაღალი ალბათობაა. თუმცა ვიცი, რომ მსგავს ამბებში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი არარსებითი, რაც ისტორიის შინაარსზე გავლენას არ ახდენს, დიდი ხანია რაც დავიწყებულია. რუსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის თქმით, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე იარაღია ჩამოკიდებული, ის მეორე მოქმედებაში ვინმე უნდა გაისროლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არც იქნებოდა. შესაძლოა პირველ ყოფილ ევას გველების ყურის გდებისთვის ადამიანზე მეტი მიზეზი ჰქონდა. იქნებ ისინი მის ხეებზე მცხოვრებ შთამომავლობაზე ნადირობდნენ. ალბათ ამავე მიზეზითაა, რომ ევას ქალიშვილები დღემდე თანასწორუფლებიან, თანამედროვე საზოგადოებებშიც კი უფრო მზრუნველნი, მორცხვები, შიშრები და ნერვიულები არიან. გველი ევას უჩუჩულებს, რომ თუ აკრძალული ხის ნაყოფს შეჭამს, არ მოკვდება, პირიქით, თვალი აეხილება, ღმერთის მსგავსად, სიკეთისა და ბოროტების გარჩევას შეძლებს. რა თქმა უნდა, ის ევას უმალავს, რომ ევა ღმერთის მსგავსი მხოლოდ ამ კუთხით იქნება. ის ხომ გველია. ევა უბრალოდ ადამიანია, სურს მეტი იცოდეს და ხილის ჭამას გადაწყვეტს. ბამ! ის იღვიძებს და ცხოვრებაში პირველად ყველაფერს გააზრებულად აღიქვამს. იქნებ რცხვენია კიდეც. უმეცარ მამაკაცს საღგონებაზე მყოფი ვერცერთი შეგნებული ქალი ვერ აიტანდა. ასე რომ ევა ადამს ნაყოფს დაუყოვნებლივ უზიარებს და ისიც მორცხვი ხდება. ამ გაგებით ბევრი არც არაფერი შეცვლილა. ქალები მამაკაცებს გონებას უხსოვარი დროიდან ურევენ. ასეთ ეფექტს პირველ რიგში მამაკაცების უარყოფით. მაგრამ თუ მამაკაცები საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ, მათი შერცხვენითაც აღწევენ. ვინაიდან ქალებს გამრავლების მთავარი ტვირთი აქვთ ნაკისრი, ეს არც არის გასაკვირი. ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლებოდა რაიმე სხვაგვარათაც ყოფილიყო. მამაკაცების შერცხვენის უნარი მაინც ქალის უმთავრესი ბუნებრივი ძალაა. შეიძლება იკითხოთ,
მაინც რა კავშირია გველებსა და ხედვას შორის. მათი დანახვა უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი მტაცებლები არიან. შეიძლება მოგეპარონ და დაგგესლონ. განსაკუთრებით მაშინ, თუ კი ჩვენი წინაპრებივით მომცრო ზომის ხართ და ხეებზე ცხოვრობთ. ანთროპოლოგიის პროფესორი, დოქტორი ლი ნისბელი, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ცხოველთა ქცევას იკვლევს, ვარაუდობს, რომ საოცრად მგრძნობიარე მხედველობა, რომელიც მხოლოდ ადამიანებს თუ აქვთ, ათეულობით მილიონი წლის წინ მხოლოდ იმისთვის განვითარდა, რომ ჩვენს წინაპრებს საშინელი გველები შეემჩნიათ და მორიდებოდნენ. ალბათ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გველი ედემის ბაღში ჩანს, როგორც არსება, რომელმაც გარდა იმისა, რომ კაცობრიობის უპირველესი და მარადიული მტრის როლი შეასრულა, ადამიანს ღვთიური ხედვა მიანიჭა. ალბათ ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზიც, თუ რატომ უჭირავს ხშირად შუა საუკუნეებისა და რენესანსულ ხატწერაში მარიამს, დედის არქეტიპს, სრულყოფილ ევას, ყრმა იესო ჰაერში, შორს მტაცებელი ქვეწარმავლისგან, რომელსაც ფეხქვეშ ასე თავდაჯერებულად თელავს. მაგრამ ეს ყველაფერი როდია? გველის მიერ ხილის შემოთავაზებაში, ხილი ხედვის ტრანსფორმაციასა და მის ადაპტაციასთან ასოცირდება, როდესაც ფერების გარჩევა დავიწყეთ და შესაძლებლობა მოგვეცა ხეებზე მწიფე, საკვებად ვარგისი ნაყოფი სწრაფად გაგვერჩია. ჩვენმა პირველ მშობლებმა გველს ყური დაუგდეს, შეთავაზებული ხილი შეჭამეს, თვალები აიხილათ და გამოფხიზლდნენ. შეიძლება ევას მსგავსად თქვენც იფიქროთ, რომ ეს კარგია, თუმცა ზოგჯერ ნახევრად მორთმეული საჩუქარი სულ არაფერზე უარესია. მართალია ადამმა და ევამ კი გამოიღვიძეს, მაგრამ მხოლოდ საშინელებები აღმოაჩინეს. პირველ რიგში დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. შიშველი პრიმატი. ჩემმა შვილმა საკუთარი სიშიშვლე მანამ აღმოაჩინა, სანამ 3 წლის გახდებოდა. უნდოდა დამოუკიდებლად ჩაეცვა. სააბაზანოს კარის მაგრად ჩაკეტვა დაიწყო. სხვა ადამიანების წინაშე უტანსაცმლოდ აღარასოდეს ჩნდებოდა. ვერაფრით ხვდებოდი ბავშვის მსგავსი ქცევა მის აღზრდასთან რა კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს მისი აღმოჩენა იყო. ყველაფერს თვითონ მიხვდა და შესაბამისი რეაქციაც ჰქონდა. ფიქრობ, ეს თანდაყოლილი უფროა. მაინც რა გრძნობაა იმის გააზრება, რომ არაფერი გაცვიათ. ან უარესი, თქვენც და თქვენი პარტნიორით სრულიად შიშვლები რომ ხართ. ეს კოშმარული შეგრძნებების საკმაოდ სულისშემძვრელი ფორმით აჩვენა რენესანსის ეპოქის მხატვარმა ჰანს ბალდუნგ გრინმა. სწორედ მისი შთაგონებითაა შექმნილი ილუსტრაცია, რომელიც ამ თავს უძღვის. სიშიშვლე თქვენს მოწყვლადობას, დაზიანებისკენ მიდრეკილებას და თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის განსჯას ნიშნავს. აგრეთვე იმას, რომ ჯუნგლებში ადამიანებისა და ბუნების წინაშე სრულიად დაუცველი ხართ. სწორად ამიტომ დაეუფლათ ადამსა და ევას სირცხვილის გრძნობა თვალის გახელისთანავე. პირველ რიგში მათ საკუთარი დაუცველობა და ნაკლოვანებები შეამჩნიეს. სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, რომელთა ნაზმ-უცლებს ზურგზე აბჯარივით წამოკიდებული ჯავშნები იცავთ, ორფეხა არსებები იყვნენ და მათი სხეულების დაუცველი ნაწილები ყველას დასანახავად იყო გამოფენილი. თუმცა უარესი ჯერ კიდევ წინელოდათ. ადამი და ევა თავიანთი სუსტი სხეულების დასაფარად და მყიფე ეგოების დასაცავად, ბიბლიის საერთაშორისო სტანდარტული ვერსიის თანახმად, დაუყოვნებლივ ფოთლებით შეიმოსნენ. მეფე ჯეიმსის ეულ ვერსიაში წინსაფარებია ნახსენები. საკუთარი უმწეობის გააზრების შემდეგ გაიქცნენ და დაიმალნენ, თავი ღვთის წინაშე წარდგომის ღირსად არ მიაჩნდათ. ეს გრძნობა თუ არ გესმით, ესე იგი ამაზე უბრალოდ არ გიფიქრიათ.
სილამაზე სიმახინჯეს, ძალას სისუსტეს, სიკვდილის სიცოცხლეს, ხოლო იდეალი ყველა ჩვენგანს არცხვენს. ამიტომაც გვეშინია მისი, გვაღიზიანებს და გძულს კიდევაც. რა თქმა უნდა, დაბადების წიგნში შემდეგი სწორედ ეს თემაა, კაინისა და აბელის ისტორიაში განხილული. მაშ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? უარი ვთქვათ სილამაზის, ჯანმრთელობის, ბრწყინვალებისა და სიძლიერის ყველანაირ იდეალზე? ეს ნამდვილად არ არის მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი. პირიქით, მხოლოდ იმას თუ უზრუნველყოფს, რომ სირცხვილის გრძნობას ვერასოდეს დავაღწევთ თავს და ამას უფრო სამართლიანადაც დავიმსახურებთ. არ მინდა, რომ განსაცვიფრებელი თავბრუ დამხვევი სილამაზის ქალები იმისთვის გაქრნენ, რომ ვინმეს თვით შეფასება არ დაუქვეითდეს. სულაც არ მინდა ჯონ ფონ ნოიმანის მსგავსი ინტელექტუალები მიეცნენ დავიწყებას იმის გამო, რომ მე-12 კლასის მათემატიკის პროგრამა ძლივ-ძლივობით დაუძლია. მან ციფრების ხელახლა განსაზღვრა 19 წლის ასაკში შეძლო. ციფრების. მადლობა ღმერთს ჯონ ფონ ნოიმანის, გრეის კელის, ანიტა ეგბერგისა და მონიკა ბელუჩის არსებობისთვის. მე ამაყება ასეთი ხალხის წინაშე, რომ გრძნობ თავს უღირსად. ეს საფასურია, რომელსაც ჩვენ ყველა მიზნების, მიღწევებისა და ასევე ამბიციების ქონისთვის ვიხდით. ამასთან არც იმაშია რაიმე გასაკვირი, რომ ადამსა და ევას საკუთარი სიშიშვლის დაფარვა სურდათ. ჩემი აზრით მოთხრობის შემდეგი ნაწილი ფარისევლური, თუმცა ამავდროს ტრაგიკული და საშინელიცაა. იმავე საღამოს, როდესაც ედემის ბაღში აგრილდა, ღმერთი ტრადიციებისამებრ სასეირნოდ გამოვიდა, მაგრამ ადამი არსად ჩანდა. რამაც იგი საგონებელში ჩააგდო, რადგან მასთან ერთად სიარულს იყო მიჩვეული. ადამ, ეძახის ღმერთი. როგორც ჩანს ავიწყდება, რომ ბუჩქების მიღმაც ხედავს. სათხარ. ადამი თავს მაშინვე ამჟღავნებს, მაგრამ საქმე ცუდადაა. თავიდან ნერვები უმტყუნებს, შემდეგ კი ნამდვილი ნაძირალასავით იქცევა. სამყაროს შემოქმედ ძახილზე პასუხობს. გავიგონე უფალო, მაგრამ შიშველი ვიყავი და დავიმალე. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ თავიანთი მოწყვლადობით შეშფოთებულ ადამიანებს სიმართლის გამხელის, ქაოსსა და წესრიგს შორის საკუთარი ბედისწერის პოვნის მუდამ ეშინიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთთან ერთად სიარულის შიში აქვთ. იგი ხომ კრიტიკის მოყვარული მამაა, მაღალი სტანდარტები აქვს, რთული ამას ასიამოვნო. ღმერთმა ჰკითხა ადამს, ვინ გითხრა რომ შიშველი იყავი? რაიმე ისეთი ხომ არ ჭამე, რაც არ უნდა გეჭამა. და უბედური ადამი თვალის დაუხამხამებლად იშვერს თითს მისი სიყვარულის, ცხოვრების თანამგზავრის, სულის ნაწილის, ევასკენ და ღმერთთან დაასმენს. შემდეგ თავად მამაზე ციერსაც კი დაადანაშაულებს. შენმა შექმნილმა და ნაბოძებმა ქალმა მაჭამა ის ნაყოფიო. რაოდენ უბადრუკი, მაგრამ რამდენად მართალი სიტყვებია. პირველმა ქალმა, პირველი მამაკაცი შეარცხვინა და ასევე გააბოროტა. ამ უკანასკნელმა ქალი დაადანაშაულა. მერე ყველაფერი ღმერთს დააბრალა. ამავეს გრძნობს დღესაც აბუჩადაგდებული ყველა მამაკაცი. როცა მის რეპროდუქციულ შესაძლებლობებს ჩირკს მოსცხებენ, მისი სიყვარულის პოტენციური ობიექტის წინაშე თავს დამცირებულად მიიჩნევს, ღმერთს წევლის, ვითომ ამას რაიმე აზრი ჰქონდეს იმისთვის, რომ ქალი ასეთი ცინიკური, თავად ასეთი უნიათო გააჩინა და უსამართლო და ნაკლოვანი ცხოვრება დაამკვიდრა. მერე შურის ძიებაზე ფიქრს იწყებს. მაინც რა სულმდაბალი და ამავდროულად სავსებით გასაგების აქციელია.
ქალს ხომ გველის დადანაშაულება მაინც შეეძლო, რომელიც შემდგომ რაც უნდა უცნაური ყოფილიყო, თავად ეშმაკი აღმოჩნდა. ასე რომ მევას შეცდომა შეგვიძლია გავიგოთ და თანავუგრძნოთ მაინც. ის ხომ ამ მხრივ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოატყუა. აი ადამიანისთვის კი სიტყვები პირიდან არავის ამოუგლეჯია. სამწუხაროდ ადამიანისა თუ მხეცისთვის პრობლემები ამით არ შემოიფარგლება. ღმერთი პირველ რიგში გველს წყევლის და ეუბნება, რომ ამიერიდან მუცლით იხოხებს და მუდამ იმის შიში ექნება, რომ გაბრაზებულმა ადამიანმა შეიძლება გასრისოს. შემდეგ ქალს მოუბრუნდება და ეტყვის, რომ ამიერიდან შვილებს ტანჯვით შობს და გაუჩნდება ლტოლვა უღირსი, ზოგჯერ გულძღო მამაკაცის მიმართ, რომელიც მისი ბიოლოგიური ბედის განსაზღვრელი გახდება უკუნისამდე. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ალბათ იმას, რომ ღმერთი პატრიარქალური ტირანია, რასაც ძველი ისტორიების პოლიტიკური მოტივების მქონე ინტერპრეტაციები ადასტურებს. მე კი ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ მოვლენებს გადმოსცემს. და აი რატომ? ადამიანის ევოლუციასთან ერთად ტვინი, რომელმაც მისი თვითშეგნების განვითარებას მისცა ბიძგი, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამან ნაყოფსა და ქალის მენჯ შორის ევოლუციური შეჯიბრება გააჩაღა. შედეგად ქალის თეძოები იქამდე ფართოვდება, სანამ სირბილი მისთვის შეუძლებელი ხდება, ხოლო ბავშვი მისი ზომის სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით 1 წელზე ნაკლებ დროში იბადება. აი ამასთან შეგუების პროცესი მშობლისთვისაც და შვილისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა. ჩვილის სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში თითქმის მთლიანადაა დედაზე დამოკიდებული. მისი მასიური ტანის დაპროგრამების შესაძლებლობა ნიშნავს, რომ 18 ან 30 წლამდე, სანამ მშობლიური ბუდიდან გააძევებენ, ყველაფერი უნდა ისწავლოს. მშობიარობის ტკივილებსა და დედისან და შვილის უეცარი სიკვდილის დიდ რისკზე უკვე აღარაფერს ვამბობ. ქალები ორსულობისა და ბავშვის აღზრდისათვის განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე დიდ საფეხურს იხდიან. და სწორედ რომ ამის ერთ-ერთი გარდაუვალი შედეგია მამაკაცის ზოგჯერ არასაიმედო და ყოველთვის უფრო სათუო კეთილგანწყობაზე გაზრდილი ქალის დამოკიდებულება. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ევას უთხრა მისი გამოღვიძების შემდეგ რა მოხდებოდა, ადამს მიუბრუნდა. მამრობითი სქესის თავის შთამომავლობასთან ერთად იოლად ვერცის გამოძვრა. კარგად მოხვდა. უფალმა უთხრა, კაცო, რადგან ქალს უსმინე, თვალები აგეხილა. ღვთიური ხედვა, რომელიც უხსენებელმა ხილმა და სატრფომ მოგანიჭეს, შოშჭრეტის, თვით მომავლის დანახვის საშუალებასაც კი გაძლევს. თუმცა ვინც მერმის მოსახდენს ჭრეთს, მარადჟამს 1000 გვარი უბედურებისა და კატასტროფის მოლოდინშია. ყოველგვარი მოულოდნელობისათვის და აგრეთვე ყველა შესაძლებლობისთვის უნდა იყოს მზად. შემდეგ ღმერთმა პირველი ქალი და კაცი 64-დან განდევნა. ყრმობა წაართვა და შეუგნებელი ცხოველთა სამყაროდან საშინელი ისტორიული მოვლენების ქარცეცხლში გადაისროლა. ხოლო ედემის კარი ბჭესთან იმისთვის, რომ ადამსა და ევას სიცოცხლის ხის ნაყოფი ვეღარ ეგემათ, ცველებად ქერუბიმები დააყენა და ხელში ცეცხლოვანი מחვილები მისცა. მისი მხრიდან ეს საკმაოდ სულმდაბალი და ბოროტი საქციელია. თუ ბოლოს მაინც ამას აპირებდა, თავიდანვე რატომ არ მიანიჭა საწყალ ადამიანებს უკვდავება. როგორც გადმოცემით ვიცით, სწორად ეს არ იყო მისი შორს მიმავალი გეგმა. თუმცა ღმერთის ჩანაფიქრში ეჭვის შეტანას და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ვინ გაბედავს. როგორც ჩანს, 64 შენ უნდა შექმნა, ხოლო მარადიული სიცოცხლის უფლება დაიმსახურო. ამგვარად ჩვენს თავდაპირველ შეკითხვას ვუბრუნდებით. მაინც რატომ ყიდულობს ადამიანი თავისი ძაღლისთვის დანიშნულ პრეპარატებს და რატომ ასმევს დიდი სიფრთხილითა და მზრუნველობით?
თუ იმავეს საკუთარი თავისთვის არ აკეთებს. ახლა მასზე პასუხი კაცობრიობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და შეუცვლელ წიგნში შეგიძლიათ იპოვოთ. რატომ უნდა იზრუნოს ვინმემ ადამის შთამომავლის მსგავს შიშველ, მახინჯ, შერცხვენილ, შეშინებულ, უღირს, მხდალ და ღვარძლიან არსებაზე, რომელიც მუდამ თავის გასამართლებელ საბუთს ეძებს და ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს. ის რატომ უნდა გააკეთოს თუნდაც მაშინ, როცა ეს არსება თავადაა? სათქმელის ამგვარად ჩამოყალიბებით, ქალების გამოტოვება არც მიფიქრია. ყველაფერი, რაც იმისთვის განვიხილეთ, რომ კაცობრიობა გაგვეკიცხა, როგორც სხვებს, ასევე ჩვენც გვეხება. კონკრეტული არაფერია. ადამიანის ბუნების შესახებ განზოგადებების გარდა. საკუთარ თავზე სხვაზე ბევრად მეტი იცით. სხვა ადამიანების წარმოდგენაში შეიძლება მართლაც რომ ცუდი იყოთ, მაგრამ თქვენი საიდუმლო დანაშაულების, ცოდვების, ნაკლოვანებებისა და არასრულყოფილების შესახებ ზედმიწევნით მხოლოდ თქვენთვისვე თუ არის ცნობილი. საკუთარი გონებისა თუ სხეულის მანკიერების შესახებ თქვენზე უკეთ ხომ არავინ უწყის. არავის აქვს თქვენი შეზიზღებისა და უვარგისად შერაცხვის მეტი მიზეზი. ისეთ რაღაცაზე უარის თქმით, რასაც თქვენთვის სიკეთის მოტანა შეუძლია, საკუთარ თავზე კარგად ვერავინ დაგსჯით. ამას ხომ თავადაც მშვენივრად მოახერხებთ. ცხადია, უნებელი, უცოდველი და უეშმაკო ძაღლი მეტს იმსახურებს. თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ, მოდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც განვიხილოთ. წესრიგი, ქაოსი, სიცოცხლე, სიკვდილი, ცოდვა, განჭვრეტის უნარი, საქმე და ტანჯვა. არც დაბადების ავტორებისთვის აღმოჩნდა საკმარისი და არც კაცობრიობისთვის. ამბის თხრობა მთელი თავისი ფათერაკებით, უბედურებითა და კატაკლიზმებით კვლავაც გრძელდება და მის პერსონაჟებს, ანუ ჩვენ, კიდევ ერთ მტკივნეულ რეალობასთან შეჭიდება და გამკლავება მოგვიწევს. ახლა საკუთარი ზნეობა უნდა განვიხილოთ. კეთილი და ბოროტი. როდესაც თვალები აეხილათ, ადამმა და ევამ ბევრად მეტი გაიაზრეს, ვიდრე საკუთარი სიშიშვლე და მძიმე შრომის საჭიროებაა. მათ სიკეთე და ბოროტებად შეიცნეს. გველმა, როდესაც ევას აკრძალულ ხილზე მიუთითა, თქვა: ღმერთმა იცის, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით, კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? კიდევ რა არის შესასწავლი? რასთან რისი კავშირებია დასადგენი? ანამ თვალუწვდენელი დედამიწის ზედაპირის რა ნაწილი დარჩა მოსაკვლევი? მარტივი კონტექსტი იმაზე მიუთითებს, რომ ამას ბაღებთან, გველებთან, დაუმორჩილებლობასთან, ხილთან, სექსუალობასა და სიშიშვლესთან უნდა ჰქონდეს რაღაც კავშირი. ამ გამოცანის გასაღები ბოლოს სიტყვამ, სიშიშვლემ მომცა. არადა წლების განმავლობაში ვეძებდი. ძაღლები და კატებიც მტაცებლები არიან. ცოცხალ არსებებს იჭერენ, კლავენ და ჭამენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს სასიამოვნო სანახავია, მაგრამ შინაურ ცხოველებად ვიღებთ. მათზე ვზრუნავთ და როდესაც ავად არიან, წამლებს ვასმევთ. რატომ? ისინი მტაცებლები კი არიან, მაგრამ ეს მათი ბუნებაა და არა დანაშაული. ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ბოროტები კი არა, უბრალოდ მშივრები არიან. ადამიანური სისასტიკის გამოჩენისთვის საჭირო ინტელექტი, შემოქმედებითობა და რაც მთავარია, დაბალი თვითშეფასება არ აქვთ. რატომ არა? მარტივია. ჩვენგან განსხვავებით მტაცებლებს არა აქვთ გააზრებული მათი მთავარი სისუსტე, მოწყვლადობა და ის, რომ ტკივილის განცდას და აგრეთვე სიკვდილის კლანჭებში მოხვედრას ისინიც ექვემდებარებიან. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ როგორ შეიძლება დავშავდეთ ან და რა შეიძლება გვეთკინოს.
თვით შეგნების ამაზე უკეთესი განმარტება არ არსებობს. საკუთარი დაუცველობა, მოკვდაობა და შეზღუდვები კარგად გვაქვს გააზრებული. ვიცით, რომ შეგვიძლია ტკივილი, საკუთარი თავის მიმართ ძიზღი, სირცხვილი და შიში ვიგრძნოთ. ისიც თუ რამ შეიძლება მოგვაყენოს ტანჯვა, კარგად გვესმის, როგორ შეიძლება გვატკინონ და შეგვაშინონ. რაც ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა მოვმართოთ იგივე იარაღი სხვებისკენ. გააზრებული გვაქვს, რომ შიშვლები ვართ და ისიც ვიცით, როგორ შეიძლება ამით ვინმე მისარგებლოს. ეს ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენის სიშიშვლეც გააზრებული გვაქვს და ვიცით ეს ფაქტი ჩვენს სასარგებლოდ როგორ გამოვიყენოთ. შეგვიძლია ხალხი გამიზნულად, აბსოლუტურად შეგნებულად დავაშინოთ. მათი შეურაცხყოფა და დამცირებაც ძალგვით იმავე ნაკლოვანებებისთვის, რომლებიც ჩვენთვისაც კარგად ნაცნობია. შეგვიძლია ისინი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ნელა, ოსტატურად და სასტიკად ვაწამოთ. ეს კი მტაცებლობაზე გაცილებით მეტია. ამ ფარგლებს ცდება და უკვე გონებრივი შეცნობის თვისებრივი ცვლილება, თვით შეგნების განვითარების მასშტაბის კატაკლიზმია. ეს სამყაროში სიკეთისა და ბოროტების ცოდნის შემოჭრას ნიშნავს და არსებობის სტრუქტურაში გაჩენილი მეორე ჯერ კიდევ ამოუსებელი ბზარია. ეს თვით არსებობის ზნეობრივ თავგადასავლად ტრანსფორმაციის მცდელობაა, რომელიც რთული, სრულყოფილი თვით შეგნების განვითარებისკენაა მიმართული. მხოლოდ ადამიანს შეეძლო, რომ აზრად მოსვლოდა, რკინის ქალწულის, ძელისა და ცერის საჭლეტის მსგავსი სასტიკი საწამებელი იარაღების შექმნა. მხოლოდ ადამიანს შეუძლია სხვას ტკივილი იმისთვის მიაყენოს, რომ მისი ტანჯვით დატკბეს. ეს ბოროტების საუკეთესო განმარტებაა, რამდენადაც ამის ჩამოყალიბება შევძელი. ცხოველებს არა აქვთ ამის უნარი. ადამიანებს კი ეს თავიანთი ნახევრად ღვთიური, არაბუნებრივი შესაძლებლობებით ნამდვილად ძალუძთ. ამის გააზრებით უკვე თანამედროვე მოაზროვნეთა წრეებში არაპოპულარული პირველ ცოდნისთვის თითქმის სრულიად ლეგიტიმური კონცეფცია გვაქვს. ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ ჩვენს ევოლუციურ, ინდივიდუალურ თუ თეოლოგიურ გარდაქმნაში ნებაყოფლობითი არჩევანის ადგილი არ იყო. გინდათ მითხრათ, რომ ჩვენი წინაპრები სექსუალურ პარტნიორებს ცნობიერების, თვით შეგნებისა თუ მორალური ცოდნის ქონისთვის ირჩევდნენ? ვის შეუძლია ეგზისტენციალური დანაშაულის გრძნობის განცდა უარყოს, რომლითაც ადამიანის მთელი არსებაა გაჟღენთილი. და შეუმჩნევლად დატოვოს ის ფაქტი, რომ სწორედ თანდაყოლილი ამორალურობისა და ცოდვის ჩადენის უნარის შეგრძნებაა ის, რაც ადამიანს ფსიქოპატად ქცევისგან ერთი ნავიჯით აშორებს. ადამიანთა მოდგმას დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენის განსაკუთრებული უნარი აქვს. ეს ის დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც ცოცხალი არსებების სამყაროში გამოგვარჩევს. შეგვიძლია ყველაფერი საკუთარი ნებითვე, ჩვენი ქმედებების სრულად გააზრებით, ან შემთხვევით, ასე ვთქვათ, დაუდევრობით რაიმეზე განგებ თვალის დახუჭვით გავაუარესოთ. ამ საშინელი შესაძლებლობის ბოროტ მოქმედებისკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, გასაკვირი არც არის, რომ საკუთარ თავზე, ან თუნდაც სხვებზე ზრუნვა გვიჭირს. არც ის, რომ ადამიანთა რასის არსებობის ღირებულებებში ეჭვი გვეპარება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც საკუთარ თავში ერთობ საფუძვლიანად ვართ დაეჭვებულები. ათასობით წლის წინ ძველ მესოპოტამიელებს ჯეროდათ, რომ კაცობრიობა კინგუს უსაზარლესი ურჩხულის სისხლისგან წარმოიშვა, რომელიც თავის მხრივ ქაოსის ქალღმერთმა მისი ცხოვრების შურისძიებისა და ნგრევის პერიოდში შექმნა. მსგავსი დასკვნების გაკეთების შემდეგ, როგორ შეგვიძლია საკუთარ და საერთოდ სამყაროს არსებობის ღირებულებაში ეჭვი არ შევიტანოთ? როგორ შეიძლება ვინმე საკუთარი, ან და სხვისი ავადმყოფობის პირისპირ წამლების მიღების მორალურ სარგებელზე არ დაფიქრდეს?
საკუთარი ბნელი მხარე თავად ადამიანზე უკითხომ არავინ იცის. მაინც რომელი ავადმყოფი ანდობს სხვას ბოლომდე თავის მოვლას და მასზე ზრუნვას. იქნებ ადამიანი არც არასდროს უნდა გაჩენილიყო. შესაძლოა იმისთვის, რომ ყოფიერება და ცნობიერება ცხოველთა უცოდველი სისასტიკის მდგომარეობას დაუბრუნდეს, სამყაროს ჩვენი არსებობისგან გაწმენდა სჭირდებოდეს. ღრმად მწამს, რომ ის, ვისაც მსგავსი სურვილი არ გასჩენია, მოგონებებში არასოდეს ჩაძირულა და არც მის ყველაზე შაუბნელ ფანტაზიებს შესჯახებია. მაინც რისი გაკეთება შეგვიძლია? ღვთიური ნაპერწკალი. დაბადების პირველი წიგნის მიხედვით მამაზე ციერი სამყაროს საცხოვრებლად ვარგის. სამოთხისებრ წესრიგს პრეკოსმოგენური ქაოსიდან ღვთიური ჭეშმარიტის სიტყვით ქმნის. შემდეგ მამაკაცსა და ქალს შთაბერავს სულს, რომლებიც საკუთარ თავში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ატარებენ. მათ უფლება აქვთ ღვთის მსგავსად იმოქმედონ და მისი საქმე, კერძოდ ქაოსისგან წესრიგის შექმნა განაგრძონ. ღმერთი სამყაროს შექმნის თითოეულ ეტაპზე, პირველი წყვილის გაჩენის ჩათვლით, მის ქმნილებას აკვირდება და იწონებს. დაბადების პირველი წიგნის, პირველი თავის, მეორესა და მესამესთან კონტრასტი თან მიმდევრულ მოვლენებს თითქმის გაუსაძლისი სიღრმით აღწერს. ეს ორი უკანასკნელი ადამიანის დაცემას აღწერს და ხსნის, თუ რატომ არის ჩვენი ხვედრი ესოდენ აუტანელი, ტრაგიკული და ეთიკურად მტანჯველი. დაბადების პირველი წიგნის მორალი ისაა, რომ ჭეშმარიტი სიტყვის საფუძველზე არსებობის დაწყება კარგია. იგივე ითქმის ღმერთთან განშორებამდე ადამიანის ქმნილებაზეც. ეს სათნოება კი დაცემის, ასევე კაენის და აბელის, ბაბილონის გოდოლისა და წარღვნის ამბების მოხდენით ნადგურდება. მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ ნიშანს ჩვენი პრელაფსარიული ცოდვით დაცემამდე მდგომარეობისა. ასე ვთქვათ, მეხსიერებას ვინახავთ. ჩვენი ბავშვური უცოდველობა, ზეციური მადლით უცხოველის უგონო ყოფიერება და უბიწო ხელუხლებელი ტყე მუდამ გვენატრება. ასე მშვიდდებით, თვითგამოცხადებული ანტიხუმანური გარემოს დამცველი ათეისტები ვართ, მაგრამ მსგავს რამეებს ვაფასებთ. ბუნების თავდაპირველი მდგომარეობა, რა გზითაცაა ჩაფიქრებული, ღვთაებრივია, მაგრამ ბუნებასთან და უფალთან ერთნი აღარ ვართ და უკან დასახევი გზაც მოჭრილი გვაქვს. პირველ ქალს და პირველ კაცს, რომელთაც შემოქმედთან ურყევი კავშირი ჰქონდათ, ცნობიერება და მით უმეტეს თვითშეგნება არ ჰქონდათ. თვალები არ ჰქონდათ ახელილი, მაგრამ მთელი თავიანთი სრულყოფილებითაც კი მეტობის ნაცვლად დაცემის შემდგომ გაჩენილ ხალხზე ნაკლებნი იყვნენ. მათი სათნოება ნაჩუქარი უფრო იყო, ვიდრე დამსახურებული ან გამომუშავებული. არჩევანს არ აკეთებდნენ. ღმერთმა უწყის, რომ ეს ბევრად ადვილია. მაგრამ შეიძლება მაგალითად დამსახურებული და კეთილსინდესიერად მოპოვებული სათნოება უკეთესიც იყოს. ალბათ რაღაც კოსმიური გაგებით, თუ ჩავთვლით, რომ ცნობიერება თავისთავად კოსმიური მნიშვნელობის ფენომენია, არჩევანის თავისუფლებას აქვს თავისი მნიშვნელობა. ვის შეუძლია ასეთ საკითხებზე თავდაჯერებულად იმსჯელოს? მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავს შეკითხვებზე პასუხისგაცემა რთულია, მათზე მსჯელობის შეწყვეტა ნამდვილად არ მსურს. ამიტომ ვიტყვი. შესაძლოა მხოლოდ თვითშეგნების გაჩენა და სიკვდილისა და დაცემის შესახებ მორალური ცოდნის მატება არ არის იმის მიზეზი, რის გამოც საკუთარ თვითღირებულებაში ეჭვი გვეპარება. იქნებ ძაღლის თავი უფრო მარხია ჩვენს უწადინობაში, სისუსტის, მოკვდაობისა და ბოროტის ქმნისკენ მიდრეკილების მიუხედავად ღმერთთან ერთად ვიაროთ, რაც მისგან ადამიანის დამალვით არის გამოხატული.
მთელი ბიბლია ისე არის აგებული, რომ პირველ ცოდვის ქმნის და დაცემის შემდეგ ყველაფერი ისრაელის ისტორია, წინასწარმეტყველებები და ქრისტეს მოვლენაც წარმოჩენილია როგორც ბოროტების განგდების, მისგან განშორებისა და დაცემის შედეგების გამოსწორების გზა. ცნობიერი ისტორიის დასაწყისი, სახელმწიფოების აყვავება, სიამაყისა თუ ყოველგვარი პათოლოგიის და ზნეობრივი ავტორიტეტების გაჩენა, რომლებიც წესრიგის დამყარებას ამაოდ ცდილობდნენ. სწორად რომ ამის კულმინაცია იყო. თვით მესიის მოვლენებაც კი ღვთისწყალობით ადამიანების სწორად მოქცევის მცდელობის შედეგია. მაინც რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? საოცარი ისაა, რომ ყველა ჩვენს კითხვაზე პასუხი დაბადების პირველ წიგნშია მოცემული. ღვთის ხატად და მსგავსად ყოფნა, ქაოსიდან ყოველივე კარგის ჭეშმარიტი სიტყვით გამოხმობა შესაძლებელია. თუმცა ეს ისევ ჩვენივე არჩევანის საფუძველზე უკვე გააზრებულად უნდა მოხდეს. როგორც თომას ელიოტმა ესოდენ სწორად აღნიშნა, წინსვლა ჩვენთვის უკან დაბრუნებას ნიშნავს, მაგრამ უკუსვლისას სწორი არჩევანიც უნდა გავაკეთოთ, რათა ცნობიერება და სიფხიზლე არ დავკარგოთ. ძიებას არ ვწყვეტთ. ჩვენ იგი ბოლოს იქით წაგვიყვანს, სადაც დავიწყეთ, ალაგს, რომელიც პირველად ვცანით. უცნობი გზებით, ნაცნობ კარში, სამყაროს ბოლოს აღმოსაჩენად, სადაც ვიპოვეთ ჩვენი საწყისი, უგრძესი წლების სათავეებთან, ჩანჩქერის ჩქრიალს, ვაშლის ხეებზე, ბავშვების კისკის მოგვასმენინებს. უცნობი არის, რადგან არ ვეძებთ მის ჩურჩულს, ძახილს მდუმარებაში. ზღვის ტალღებს შორის გამოვარჩევთ, კარგად გავიგებთ. საჩქაროდ, ახლა, მუდამ, ყოველთვის. აბსოლუტური სიმარტივის და მორჩილების მდგომარეობა, რისი ფასიც არანაკლებ ყველაფერია და ყველა რამე, ყველა ვინმეც კარგად იქნება. ცეცხლის ენები ერთმანეთს რომ გადაეჭდობა, ალიც და ვარდიც ერთ თლიანად გარდაიქმნება. თუ საკუთარ თავზე სათანადოდ ზრუნვა გსურს, ჩვენს თავს პატივი უნდა უცეთ, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ, რადგანაც საკუთარ თვალშიც კი დაცემული არსებები ვართ. სიმართლეში რომ ცხოვრობდეთ და ვლაპარაკობდეთ, კვლავ შევძლებდით ღმერთთან ერთად სიარულს, ასევე საკუთარი თავის, სხვებისა და გარე სამყაროს დაფასებას. შეიძლება შემდეგ ჩვენს თავსაც მზრუნველად მოვექცეთ, აგრეთვე სამყაროს გაუმჯობესებაზეც ვიზრუნოთ. იქნებ გეზი 64-ისკენ აგვეღო, სადაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები გვინდა რომ ხვდებოდნენ და არა ჯოჯოხეთისკენ, სადაც ყველა სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული. 2000 წლის წინ, იქ, სადაც ქრისტიანობა გაჩნდა, ხალხი გაცილებით ბარბაროსული იყო ვიდრე ახლა. კონფლიქტი ყველგან არსებობდა. ადამიანების მსხვერპლ შეწირვა, ბავშვების ჩათვლით, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუნდაც ისეთ ტექნოლოგიურად დახვეწილ და განვითარებულ საზოგადოებაში, როგორიც მაგალითად ძველი კართაგენია. და რომში, სპორტულ არენებზე სისხლის მღვრელი საბედისწერო შეჯიბრებები იმართებოდა, რაც ჩვეულებრივი რამ იყო. იმის ალბათობა, რომ ფუნქციურ დემოკრატიულ ქვეყანაში თანამედროვე ადამიანი ვინმეს მოკლავს, ან მას მოუსწრაფებენ სიცოცხლეს, გაცილებით მცირეა, ვიდრე წინა ცივილიზაციების არსებობისას იყო. მსოფლიოს არაორგანიზებულ ან და ანარქიულ ნაწილებში დღესაც ასე რჩება. უწინ საზოგადოების წინაშე მდგარი, ძირითადი მორალური პრობლემა, ძალადობის კონტროლი,
იმპულსური ეგოიზმი, უაზრო სიხარბე და სისასტიკე იყო, რაც მას თან ახლავს. აგრესიისკენ მიდრეკილი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ახლა ის მაინც იციან, რომ მათი ამგვარი ქცევა არ არის ოპტიმალური. და ცდილობენ თავი გააკონტროლონ, ხოლო როცა ამას ვერ ახერხებენ, დიდ სოციალურ დაბრკოლებებს აწყდებიან. თუმცა ახლა სხვა პრობლემა წარმოიშვა, რომელიც შესაძლოა ჩვენს ძალადობრივ წარსულში ნაკლებად გვხვდებოდა. ის, რომ ადამიანები ამპარტავნები, ეგოისტები არიან და ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ადვილი დასაჯერებელია. ცინიზმი, რომელიც ასეთ მოსაზრებას უნივერსალურ ჭეშმარიტებად აქცევს, ფართოდ გავრცელებული და მოდურია. მაგრამ სამყაროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება სულაც არაა მრავალი ადამიანისთვის დამახასიათებელი. მათ ამის საპირისპირო პრობლემა აქვთ. საკუთარი თავისადმი ზიზღის, სირცხვილის, უპატივცემულობისა და თვითშეგნების აუტანელ ტვირთს ზიდავენ. ამგვარად ნაცვლად იმისა თავიანთი მნიშვნელობა ეგოისტურად გააზვიადონ, საკუთარ თავს საერთოდ არ აფასებენ, სათანადო ყურადღებასაც არ უთმობენ და საერთოდაც არ ზრუნავენ. ხო და როგორც ჩანს, ადამიანებს ხშირად არ სჯერათ იმის, რომ საუკეთესოდ მოვლას იმსახურებენ. ისინი მტკივნეულად აღიქვამენ მათ რეალურ თუ გაზვიადებულ ცოდვებს. აცნობიერებენ საკუთარ ნაკლოვანებებსა და არასრულ ფასოვნებას. მათ ცხვენიათ და ეჭუქვეშ აყენებენ საკუთარ ფასეულობას. მტკიცეთ წამთ, რომ სხვა ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მზად არიან, რომ სხვების ტანჯვის შესამსუბუქებლად თავგანწირულად და გულმოდგინედ იმუშაონ. თავიანთ ნაცნობ ცხოველებსაც კი ასე ექცევიან, საკუთარი თავის დახმარება კი უჭირთ. უანგაროდ თავგანწირვის იდეა მართლაც რომ ღრმადაა დასავლურ კულტურაში ფესვგადგმული. ყოველ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დასავლეთი იდეურად ქრისტიანული რელიგიის გავლენას განიცდის, რომელიც სწორად მოწამეობისა და თავგანწირვის პირველადი აქტის მიბაძვას ეყრდნობა. ნებისმიერი მტკიცება, რომ მორალის ოქროს წესი სხვისი გულისთვის თავგანწირვას არ გულისხმობს, ეჭვს ბადებს. მაგრამ ქრისტეს არქეტიპული სიკვდილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მივიღოთ გმირულად მოკვდაობა, ღალატი და ტირანია, როგორ ვიაროთ ღმერთთან თვითშეგნების ტრაგედიის მიუხედავად. ეს ნამდვილად არ არის იმის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შევწიროთ თავის სხვების სამსახურს. ღმერთისთვის, თუნდაც უდიდესი სიკეთისთვის, თავის შეწირვა ჩუმად, ნებაყოფლობით ტანჯვას არ ნიშნავს. როდესაც ადამიანი ან ორგანიზაცია ჩვენგან იმაზე ბევრად მეტს იღებს, ვიდრე გვთავაზობს. მსგავსი საქციელი ნიშნავს, რომ ტირანიას ვემხრობით და უფლებას ვაძლევთ მონებივით მოგვეპყრონ. მოძალადის მსხვერპლად ქცევა, საკუთარი თავის მჩაგვრელების სულაც ჩვენვე რომ ვიყოთ, გმირული და კეთილშობილური საქციელი ნამდვილად არ არის. სიღრმისეული ფსიქოლოგიის ცნობილ სპეციალისტ კარლ იუნგისგან პრინციპების სხვებს ისე უნდა მოეპყრო, როგორც გინდა რომ შენ მოგექცენ და გიყვარდეს მოყვასი როგორც თავი შენი, ამათ შესახებ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე. პირველი ისაა, რომ ამ ორი განაცხადიდან სიკეთესთან საერთო არც ერთს არ აქვს. და მეორე, რომ ორივე დებულება, განტოლება უფროა ვიდრე მითითება. თუ ვინმეს მეგობარი, ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი ვარ, ვალდებული ვარ ჩემი ინტერესების დასაცავად ისევე ვიბრძოლო, როგორც ისინი საკუთარის. ამას თუ ვერ შევძლებ, მე მონად მეორე ადამიანი კი ტირანად იქცევა. მერე და რა არის ამაში კარგი? ნებისმიერი ურთიერთობისთვის ხომ ბევრად უკეთესია, როდესაც პარტნიორთაგან ორივე თანაბრად ძლიერია. მეტიც, როდესაც თქვენზე როგორღაც ძალადობენ ან რაიმე ფორმით გიმონებენ, საკუთარი უფლებების დაცვასა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას თუ სხვის მაგივრად პროტესტის გამოთქმას შორის მცირე განსხვავებაა.
როგორც იუნგი აღნიშნავს, ეს ჩვენი ცოდვილობის მიღებას და თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულს, ისევე როგორც არასრულყოფილი ადამიანის პატიებასა და მხარში დგომას ნიშნავს. ასე გრძელდება ბიბლიური ისტორია. თვით ღმერთი ამბობს: ჩემია შურისძიება და მე მივაგებ. ამ ფილოსოფიის თანახმად მხოლოდ საკუთარ თავს როდი ეკუთვნით. მარტო თქვენ კი არ შეგიძლიათ საკუთარი თავის ტანჯვა წამება. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ თქვენი არსება სხვებს უკავშირდება და საკუთარი თავის არასათანადო მოპყრობამ შესაძლოა სხვებისთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანოს. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს თვითმკვლელობის მაგალითზე, როდესაც ისინი, ვინც ცოცხლები რჩებიან, დიდ დანაკარგს განიცდიან და ტრავმირებულები არიან. მეტაფორულად რომ გამოვხატოთ, თქვენში ღვთაებრივი ნაპერწკალია, რომელიც არა თქვენ, არამედ ღმერთს ეკუთვნის. ბოლოს და ბოლოს დაბადების თანახმად ყველანი მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი. ჩვენ ცნობიერების ნახევრად ღვთიური უნარი გვაქვს. ჩვენი ცნობიერება სიცოცხლის წარმოთქმაში, ანუ მის სიტყვით შექმნაში მონაწილეობს. ღმერთის დაბალი რეზოლუციის კენოტიკური ვერსიები ვართ. სიტყვიერად, ჩვენებურად, ქაოსიდან წესრიგის და საპირისპიროდ შექმნა ძალგვიც. თლად ღმერთები შეიძლება არ ვიყოთ, მაგრამ არარაობებიც არა ვართ. როცა ბნელი პერიოდი მაქვს და სულით ვეცემი, ხშირად ვრჩევი გაოცებული სხვა ადამიანების უნარით, გაიჩინონ მეგობრები, ყავდეთ და უყვარდეთ ცხოვრების თანამგზავრები, მშობლები და შვილები. ყველაფერი გააკეთონ, რომ სამყარო მბრუნვა გააგრძელოს. ვიცნობდი ერთ პიროვნებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაინვალიდდა. შემდეგ კი ადგილობრივ კომუნალურ კომპანიაში დაასაქმეს. ავარიის შემდგომ წლების განმავლობაში ერთი ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე ადამიანის მხარდამხარ მუშაობდა. ხაზების გასწორებისას თანამშრომლობდნენ. ერთმანეთს მხარში ედგნენ და ისეთ საკითხებში ეხმარებოდნენ, რისი გაკეთებაც მეორეს არ შეეძლო. თვითოეული მეორეს ნაკლის კომპენსაციას ახდენდა. სწორედ ესაა ყოველდღიური გმირობა, რაც მინდა რომ წესი იყოს და არა გამონაკლისი. ადამიანთა უმრავლესობას ჯანმრთელობის ერთი ან მეტი სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ თავიანთი საქმის კეთებასა და შრომას წუწუნის გარეშე განაგრძობენ. თუ ვინმეს გაუმართლა, ჯანმრთელია და ბედი წყალობს, ოჯახის ერთი წევრი მაინც ეყოლება რთულ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ოჯახებისა და საზოგადოების შესანარჩუნებლად რთული და შრომატევადი დავალებების შესრულებას განაგრძობენ, რაც ჩემთვის მართლაც რომ სასწაულია. ამის საპასუხოდ მხოლოდ აღტაცების და მადლიერების გრძნობით შეიძლება აღივსო. რამდენი რამ შეიძლება ჩამოიშალოს ან და მოქმედება შეწყვიტოს. რომ არა ის ტანჯულ გვემული ადამიანები, ვინც ყველაფერს აკავებენ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს გულწრფელ აღფრთოვანებას. მათი ამგვარი ქცევა სიმტკიცისა და გამძლეობის სასწაულებრივი უწყვეტი მაგალითია. ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში ხალხს ურჩევ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები დააფასონ. პროდუქტიულად და ფრთხილად იმოქმედონ, გამოიჩინონ გულწრფელობა და სხვებზეც იფიქრონ. ხალხი ცხოვრების ბორკილებით იმდენად შეწუხებულია, ხშირად გულწრფელად მიკვირს, საერთოდ სწორად რომ იქცევიან ან და საკუთარი თავი ცოტა ხნით მაინც თუ ავიწყდებათ. ვახერხებთ, რომ ცენტრალური გათბობა, მუდმივი წყალი, უსაზღვრო კომპიუტერული შესაძლებლობები, ელექტროენერგია და ყველასთვის საკმარისი საკვები მაინც გქონდეს და ფართო საზოგადოების ბედიღბალსა და თვით საშინელ ბუნებაზეც ვიზრუნოთ. მთელი ეს რთული სისტემები, რომლებიც სიცივის, შიმშილისა და მომაკვდინებელი წყურვილისგანაც გვიცავს, შეუპოვრად ცდილობს ენტროპიით გაფუჭებას და მხოლოდ მზრუნველი ადამიანების მუდმივ ყურადღებას შეუძლია ისინი წარმოუდგენლად გამართულად ამუშაოს. ზოგიერთ ადამიანს ცხოვრების მიმართ სიძულვილი კი არ იპყრობს, მაგრამ მათი უმრავლესობა ტანჯვის, იმედგაცრუების, დანაკარგის,
არასრულყოფილებისა და სიმახინჯის მიუხედავად ამ გრძნობებს არ აყვება და ეს მათთვის, ვისაც ამის დანახვა შეუძლია, მართლაც რომ სასწაულია. მთლიანობაში კაცობრიობა და მის შემადგენლობაში მყოფი ადამიანები მცირე თანაგრძნობას მაინც იმსახურებენ იმ საშინელი ტვირთის გამო, რომელსაც ისინი შეიძლება ბარბაცით, მაგრამ მაინც ზიდავენ. ადამიანების სიკვდილისადმი მოწყვლადობის, სახელმწიფოს ტირანიისა და ამასთან ბუნების წარმოუდგენელი სისასტიკის გამოც იმსახურებენ თანაგრძნობას. მსგავს ეგზისტენციალურ ვითარებაში, რომელთან გამკლავება სრულად ალბათ მხოლოდ ღმერთს თუ შეუძლია, არც ერთი ცხოველი არ ყოფილა. სწორედ ეს ემპათია უნდა იყოს საკუთარი თავისადმი არსებული ცნობიერი ზიზღის მკურნალი, რომელსაც გამართლება კი აქვს, მაგრამ მხოლოდ სანახევროდაა მართალი. საკუთარი თავისა და კაცობრიობის მიმართ სიძულვილი, ადათ-წესების და ასევე სახელმწიფოებრივი წყობის არსებობისადმი მადლიერების გრძნობის ქონით უნდა გაწონასწორდეს. იმით აღფრთოვანების შედეგად, რასაც უბრალო ხალხი ყოველდღიურად აკეთებს. გამოჩენილი ადამიანების საოცარი მიღწევებიც უნდა აღინიშნოს. ჩვენ და თქვენ პატივისცემას ვიმსახურებთ, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანი ხართ. თქვენ ხომ მსოფლიოს ბედის წერაში შეუცვლელ როლს თამაშობთ. შესაბამისად, საკუთარ თავზე ზრუნვის მორალური ვალდებულება გაკისრიათ. თქვენს თავს ისევე უნდა მიხედოთ, სიკეთე გაუკეთოთ და დაეხმაროთ, როგორც ამას თქვენი საყვარელი ადამიანისთვის გააკეთებდით. ეს ნიშნავს, რომ თავს მუდმივად პატივისცემით უნდა მოექცეთ, რაც სამართლიანი იქნება. ნაკლი ყველა ადამიანს აქვს. ღვთიური დიდებისა და ბრწყინვალებისგან ყველანი შორს ვართ. თუმცა ეს ფაქტი იმას რომ ნიშნავდეს, თითქოს საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა არ გვაკისრია, ყველა და ყოველთვის უმკაცრესად დაისჯებოდა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა კარგი. ეს მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს არასრულყოფილებას წარმოაჩენს და სწორად მოაზროვნეთ მის მართებულად მოწყობაში დააეჭვებს, რაც შექმნილ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ეს წინსვლის სწორი გზა უბრალოდ ვერ იქნება. საკუთარ თავთან პასუხისმგებლობით მოპყრობა ნიშნავს დაფიქრდეთ იმაზე, რა იქნება თქვენთვის კარგი. შეიძლება ეს ის არც იყოს, რაც გინდათ, ან რაც გაბედნიერებთ. ყოველთვის, როცა ბავშვს ტკბილეულს აძლევთ, ამით მას გულს უხარებთ. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ბავშვებს მხოლოდ კანფეტები უნდა აჭამოთ. ბედნიერი კარგის სინონიმი სულაც არ არის. ბავშვებს კბილებიც უნდა გაახეხინოთ. როგორც უნდა გააპროტესტონ გარეთ სიცივეში გასვლამდე თბილად ჩაცმაა საჭირო. ბავშვებს უნდა დაეხმაროთ, რომ კეთილი და პასუხისმგებლიანი, აზრიანი და კონტაქტური არსება გახდეს, რომელიც შეძლებს საკუთარ თავსა და სხვებზე იზრუნოს. ამასთანავე ეს სიხარულს ანიჭებდეს. რატომ ფიქრობთ, რომ საკუთარი თავისთვის ნაკლების გაკეთება მისაღებია? მომავალზე უნდა იფიქროთ და საკუთარ თავს კითხოთ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება თავს სწორად რომ ვუვლიდე? რომელი საქმიანობა იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო და პროდუქტიული? ისეთი, რომ ჩემი წილი ტვირთის ზიდვა და ჩემი შრომის შედეგებით ტკბობა შემძლებოდა. რა უნდა ვაკეთო, როცა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ცოდნის გასამდიდრებლად და სხეულის გასაძლიერებლად დრო მაქვს? უნდა იცოდეთ სათხართ, რომ შემდეგ წინ მიმავალი მარშრუტი შეადგინოთ. საჭიროა იცოდეთ ვინ ხართ, იმისთვის რომ კარგად გაიაზროთ. ხელთ რა იარაღები გაქვთ და საკუთარი შეზღუდვების გათვალისწინებით თავი გაიმხნევოთ. უნდა იცოდეთ საით მიემართებით, რომ თქვენს ცხოვრებაში ქაოსის გავრცელების მასშტაბი შეამციროთ. აგრეთვე წესრიგის რესტრუქტურიზაცია შეძლოთ და სამყაროს იმედის ღვთიური ძალა მოუტანოთ. თქვენი ინტერესების დაცვა რომ შეძლოთ, წყენაც არ მოგადგეთ,
შურისძიების წყურვილით არ აღივსოთ და სასტიკი არ გახდეთ, უნდა განსაზღვროთ, საით მიდიხართ. იმისთვის, რომ საკუთარი თავის ხვებისგან დაიცვათ და ვინმემ თქვენი გამოყენება არ სცადოს. კეთილსინდისიერად იშრომოთ და გაერთოთ და ამ დროს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი. საკუთარი პრინციპები უნდა გქონდეთ ამისთვის. დიდი სიფრთხილით უნდა გაწვრთნათ თავი. საჭიროა საკუთარ თავთან დადებული ყველა დანაპირები შეასრულოთ, რათა საკუთარი თავის ნდობა შეგეძლოთ და მოტივაცია მოგეცეთ. უნდა ჩამოყალიბდეთ, თავს როგორ მოექცეთ ისე, რომ კარგ ადამიანად დარჩეთ. ურიგო არ იქნება, სამყარო უკეთეს ადგილად აქციოთ, ზეცახომ თვითონ არ მოვა ჩვენთან. მასთან დასაახლოებლად საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ და გავძლიერდეთ იმისთვის, რათა სიკვდილის ანგელოზებს და ცეცხლოვან სადამსჯელო მახვილს, რომლითაც უფალმა შესასვლელი ჩაკეტა, წინააღმდეგობა გავუწიოთ. ხედვისა და მიმართულების ქონის ძალას ნუ დააკნინებთ. ორივე უძლეველია. მათ შეუძლიათ გადაულახავი დაბრკოლებები გაკვალულ ბილიკებად და ფართო შესაძლებლობებად აქციონ. გაძლიერდით. თქვენი ინდივიდუალიზმი განამტკიცეთ. თავს მიხედეთ. სწორად განსაზღვრეთ ვინ ხართ და პიროვნულადაც დაიხვეწეთ. თქვენი დანიშნულების ადგილი შეარჩიეთ და იმის გამოხატვაზე იზრუნეთ, რასაც წარმოადგენთ. მე-19 საუკუნის დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა: ვისაც ცხოვრების მიზანი აქვს, ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს. შეგიძლიათ, რომ სამყაროს მიმართულება მისცეთ, ტრაექტორია შეუცვალოთ და გეზი ჯოჯოხეთიდან 64-ისკენ ააღებინოთ. მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ თუ რა არის ჯოჯოხეთი და მიხვდებით, პირადად თქვენთვის ეს რას ნიშნავს. ალბათ გადაწყვეტთ, რომ იქ მოხვედრა ან მისი შექმნა სულაც არ გინდათ. სულ სხვა მიმართულებით შეგიძლიათ წახვიდეთ და ამას მთელი ცხოვრება მიუძღვნათ. ეს მას აზრს მიანიჭებს და თქვენს უბადრუკ არსებობას გაამართლებს. ალბათ თქვენს ცოდვილ ბუნებასაც გამოისყიდის და სირცხვილის გრძნობას, იმ ადამიანის სიამაყეთა და თავდაჯერებულობით შეიგიცვლით, ვინც ედემის ბაღში, ღმერთთან სიარული, კვლავაც ისწავლა. შეგიძლიათ ეს საკუთარ თავთან ისეთი მოპყრობით დაიწყოთ, თითქოს საქმე ეხება იმას, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.